თუ აქტიური სოციალური მედიის მომხმარებლები ხართ, ერთ ინფორმაციას აუცილებლად შეამჩნევდით ამ ბოლო დღეებში. საზარელი მგლები დაბრუნდნენ პირველი საზარელი მგლის ყმული 10,000-ობით წლის მანძილზე და ასე შემდეგ. და საქართველოშიც ვისაც არ დაეზარა ყველამ ვიდეო ჩაწერა. მოკლედ ყველასთვის არ მეყურებია, მაგრამ ვის ვიდეოსაც უყურებ, ყველას ვამჩნევ, რომ უბრალოდ აისბერგის ზედა ნაწილში არიან. ანუ მათ ინფორმაციას ცოტა სიღრმე აკლია. სწორედ ამიტომ დღევანდელ ვიდეოში განვიხილავთ დაბრუნდა თუ არა რეალურად საშინელი საზარელი მგელი, მგელსაზარე როგორც კიდე დაუძახეთ და რატომ არის ეს უფრო დიდი განაცხადი მეცნიერულ სამყაროში, ვიდრე ეს თქვენ გონიათ. მოკლედ არსებობს ასეთი კომპანია სახელად კოლოსალური ბიომეცნიერება. ისინი სხვადასხვა ინფორმაციების მიხედვით მუშაობდნენ ტასმანიური ვეფხვის და მატლიანი მამონტის დაბრუნებაზე. ამ დღეებში ზემოთ მოხსენიებული კომპანია აქვეყნეს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მათ დააბრუნეს ასე ვთქვათ საზარელი მგელი. მაგრამ მართლა ასეა? პასუხი არის კი და თან არა. მოკლედ ასეთ დაბნეულობა რო არ გამოვიწვიოთ, მოდით თეორიულად დავხსნათ, როგორ ხდება ცხოველის გადაშენებიდან დაბრუნება. მარტივ ენაზე რო ვთქვათ, პირველი ნაბიჯი ამ ყველაფრისკენ არის ცხოველის დაუზიანებელი დნმ-ის ნიმუში. ან ყოველ შემთხვევაში კარგად შემონახული მაინც. მე ნახულობ, რომელი არსებული ცხოველია ყველაზე ახლოს ამ არსებასთან, რომლის აღდგენაც გინდა. მოკლედ ამ ყველაფრის შემდეგ გადაშენებული არსების აღსადგენად საჭირო იქნება შეიქმნას მისი ემბრიონი. და მოთავსდეს უკვე არსებულ ცხოველში, რომელიც გენეტიკურად რაც შეიძლება გავს ამ ემბრიონს. მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, მამონტის ემბრიონის ჩასმას აპირებენ ინდურ სპილოში, რადგან ისინი გენეტიკურად შედარებით ახლოს არიან. მოკლედ ამ თეორიით ვაწყდებით რამდენიმე პრობლემას. პირველი პრობლემა ის იყო, რომ საზარელი მგლის ესეთი დნმ-ის ნიმუში შემონახული არ ქონდათ. ამიტომ ცოტა სხვა ხერხებს მიმართეს. აღმოჩნდა, რომ ამ კომპანიამ ერთ-ერთი საერთაშორისო კვლევიდან იშოვა საზარელი მგელის კბილი და ყურის ძვალი და ამ ორიდან გამომდინარე დნმ-ი თანმიმდევრულად შეკრეს. ამათ მათ საშუალება მისცა შეედარებინათ რუხი მგლისა და საზარელი მგლის დნმ-ი. შემდეგ მათ გამოიყენეს ეგრეთ წოდებული გენის ჩასწორების ტექნოლოგია. და რუხი მგლის დნმ-ში დაახლოებით 20 ცვლილება შეიტანეს იმისთვის, რომ ის უფრო საზარელი მგლისთვის დაემსგავსებინათ. რუხი მგლების გენეტიკაში შეცვალეს ზომა, გახადეს უფრო დიდები, ასევე თავი გაუგანიერეს და კიდევ თეთრი გახადეს მათი ბეწვი. მერე ეს გენეტიკური მატერიალი ჩადეს შინაური ძაღლის კვერცხ უჯრედში. ასე მანამ იყო, სანამ ემბრიონი არ ჩამოყალიბდა. ემბრიონის ჩამოყალიბების შემდეგ ეს ემბრიონი თვითონ სრულად ძაღლებში ჩასვეს და დაახლოებით 62 დღის მერე მგლები გაჩნდნენ. 2024 ოქტომბერში დაიბადნენ ტუბი მგლები რომელუსი და რემუსი და 2025 იანვარში კიდევ ერთი ლეკვი გახდა, რომელსაც კალესი დაარქვეს. კარგი, გავიგეთ, შექმნეს 3 საზარელი მგელი და რა არის აქ პრობლემა. პირველ რიგში ყველა ამ საკითხში გარკვეულს ის გაუკვირდებოდა, რომ გამოიყენეს რუხი მგლის დნმ-ი. რადგან რაც უნდა აბსურდულად ჟღერდეს, საშინელი მგლები არ იყვნენ. მოდით ყველაფერს ცოტა უფრო ჩაუღრმავდეთ. საზარელი მგელი 12-13 წლის წინ გადაშენებული ცხოველის სახეობაა. მას პრინციპში ყველა ენაზე ეძახიან მგელს. თუმცა 2021 წელს მისი მიტოქონდრიული დნმ-ის გამოკვლევისას მეცნიერებმა ეგეთი რაღაცა შეამჩნიეს. ის დაახლოებით 5.6 მილიონი წლის წინ არის გამოყოფილი მგლების ოჯახიდან. ზოგი მეცნიერი საზარელ მგლებს ძაღლისებრების შუქში საერთოდ არ განიხილავს. რადგან ზემოთ მოხსენიებული 2021 წლის კვლევის მიხედვით ამათ არ შეეძლოთ ჰიბრიდების გაკეთება, რაც რეალურად კოიოტისა და მგლის გავს კანიდებს ჩვეულებრივად შეუძლიათ. ყოველ შემთხვევაში მგელსაზარა გენეტიკურად იმდენად განსხვავებული იყო, რომ დღევანდელ კანიდებთან ჰიბრიდებს უბრალოდ ვერ შექმნიდა. შეიძლებოდა ეს მისი გადაშენების ერთ-ერთი მიზეზიც ყოფილიყო. ზოგჯერ ცხოველები გადაშენებისგან თავის ასაცილებლად სხვა სახეობას ერწყმიან და ზოგჯერ ახალ სახეობებსაც ქმნიან, თუმცა როგორც ჩანს საზარელი მგლისთვის ეს ვარიანტი არ ყოფილა. ამ ყველაფრის შემდეგ ჩდება ლოგიკური კითხვა. თუ რუხსა და საზარელ მგელს შორის ამხელა განსხვავება იყო, მართლა შეცვლიდა თუ არა რამეს დნმ-ის მოდიფიკაცია. უბრალოდ რამდენად გადააქცევდა რუხ მგელს საზარელ მგლად. ამის გაგება დღესდღეობით ძნელია, რადგან ისედაც ძალიან ცოტა ინფორმაციაა გამოშვებული ამ ყველაფერზე. თვითონ კოლოსალური ბიომეცნიერების ექსპერტების თქმით, რუხი მგელი და საზარელი მგელი იზიარებენ დნმ-ის 99.5%-ს. ეს ძალიან კარგად ჟღერს, მაგრამ სანამ გავიხსენებთ, რომ ადამიანებს და შიმპანზეებს დნმ-ის 98.8% იდენტური აქვთ. თან უნდა გავითვალისწინოთ, რომ მგლის დნმ-ში დაახლოებით 2.4 მილიარდი ნუკლეოტიდური წყვილია, რაც 99.5%-ით იდენტურობის შემთხვევაში ძალიან ბევრ განსხვავებას ტოვებს. როგორც თქვი, რუხი მგლის დნმ-ში სადღაც 20 ცვლილება შეიტანეს და იმასაც დავამატებ, რომ ამ 20-დან 5 არაფერ შუაში არ იყო საზარელ მგელთან. ეს 5 იყო დაფუძნებული მუტაციაზე, რომლის შედეგადაც რუხი მგელი თეთრი ხდება შეფერილობით. ანუ გამოდის, რომ რეალურად ამდენად განსხვავებული რუხი მგელის გენში მათ შეიტანეს 15 ცვლილება. ამ ყველაფერს მივყავართ იმასთან, რაზეც თავიდანვე დავეჭვდი. მათ რუხი მგლების დნმ-ის მოდიფიცირება გააკეთეს ისე, რომ გამოჩენილიყვნენ როგორც საშინელი მგლები, ანუ გარეგნობით დამკვენებოდნენ მათ. ამას ემატება ისიც, რომ ამ გარეგნობის ნაწილი თავად მოიგონეს.
ამაში იმას გულისხმობ, რომ საზარელი მგელი ფიზიკურად რა ფერის იყო არ ვიცით. ეგ კი არა შეიძლებოდა ზოლები და კოპლები ქონოდა და იგიც არ გვეცოდინებოდა. ამ ბოლო დროს ყველაფერს აშავებენ და რაღაცის მგელი გაათეთრეს. მოკლედ ეს ცხოველი შეიძლება გავდეს გადაშენებულ საზარელ მგელს, თუმცა საზარელი მგელი ნამდვილად არ არის. ექსპერტები ამაზე დაობენ, არის თუ არა ეს რეალურად საზარელი მგელი, თუმცა უმეტეს შემთხვევაში იძახიან, რომ სუბიექტურია. გააჩნია გარეგნობით აფასებ ჯიშებს თუ უფრო გენეტიკურად. და ამ ბოლო დროს უფრო გენეტიკურად რო აფასებენ ის ნათელია. ამის მიუხედავად პრინციპში ექსპერტებმა შექმნეს ახალი სახეობა, რაც მაინც ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია ამ სამყაროში. თუმცა იცოდეთ, რომ რომეუსის, რემუსის და კალისიც არიან 99.9%-ით რუხი მგლები. მოდით ერთი-ორი სიტყვით ვახსენებ იმასაც, რა პოტენციალი აქვს ამ ყველაფერს. ექსპერტები თავისივე თქმით ამ ყველაფერს მაინც და მაინც მარტო ცხოველების დასაბრუნებლად არ აკეთებენ. ისინი იღებენ პრაქტიკას, ასე ვთქვათ, რომ მომავალში აიცილონ თავიდან ცხოველების გადაშენება. ამის ყველაზე კარგი მაგალითი ის არის, რომ კოლოსალურ ბიომეცნიერებებში აპირებენ, რომ მოახდინონ წითელი მგელის გენეტიკური დივერსიფიკაცია. ანუ წითელი მგლები იმდენად ცოტანი არიან დამჩენილი, რომ მათ შორის გამრავლებამ შეიძლება დეფექტები გამოიწვიოს. ამასთანავე ალბათ გემახსოვრებათ, რომ ჩრდილოური მარტოხე გადაშენდა ცოტა ხნის წინ. აი დღევანდელი მონაცემებით უკვე შეიძლება ეგეთი რაღაცეები აღარ დაუშვან. ყოველ შემთხვევაში ცადონ მაინც გამოსწორება. ფათაშორის ეს სტარტაპი აპირებს ჩრდილოური თეთრი მარტორქის დაბრუნებასაც. და მამონტს რაც შეეხება, მამონტის ამბები უკვე რამდენიმე წელია ტრიალებს სოციალურ ქსელში. თუ მოახერხებენ და მამონტს დააბრუნებენ, სავარაუდოდ გვექნება საქმე ყველაფერი იგივესთან, უბრალოდ გარეგნობით იქნება მამონტი, მაგრამ დნმ-ით უფრო სპილო იქნება. ახლა განვიხილოთ, რატომ იყო ეს ყველაფერი იმაზე დიდი განაცხადი, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. კოლოსალურმა ბიომეცნიერებამ ფაქტიურად ამ აღმოჩენით თუ აღმოჩენა შეიძლება დავარქვათ, თქვა, რომ მათ გაჩიფრეს გენეტიკური კოდი. ყოველ შემთხვევაში ჩემი სუბიექტური აზრით ეგრე იქნებოდა აფრიკული ტურისგან რომ გამოიყვანეთ ერთ-ერთი საზარელი მგელი. მაგრამ როგორც ჩანს დნმ-ის მოდიფიკაცია ასე კარგადაც არ შეუძლიათ, იმიტომ რომ აფრიკულ ტურს აშკარად რაღაცა ვერ გაუგეთეს. როგორც მე მივხვდი, ესენი აკეთებდნენ მუტაციების რეპლიკაციას. მაგალითად აიღეს რუხი მგელი, რომელიც შეფერილობით თეთრი იყო და მისი მუტაციის ასე ვთქვათ რეპლიკაცია მოახდინეს. ასევე აიღეს ერთი, რომელიც დიდი გაიზარდა ზედმეტად და ამის რეპლიკაციას მოახდინეს. და ჩემი აზრით 20 ცვლილება ამაზე იყო დაფუძნებული. ჩემი აზრით გამოიყენებდნენ კიდეც აფრიკული ტურისკენ უბრალოდ ისეთი მუტაცია ვერ იპოვეს, სადაც აფრიკული ტურა მაგხელა იზრდებოდა. ანუ რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, ბუნებისმიერ რაღაც დოდით მაინც შეზღუდულები არიან. აქ არ არის გენეტიკური კოდის გაშიფრვა არ ფიგურირებს. გენეტიკური კოდის გაშიფრვა არის ყოველს დიდი განაცხადი, რაც შეიძლება გაკეთდეს, იმიტომ რომ მაგალითად წარმოიდგინეთ 10 წელში თქვენი შვილის სიმაღლის და რაღაცა თვისებების შერჩევა რო შეგეძლოთ. მაგას მოდით თუ გავუყობით, იმიტომ რომ ძალიან მეცნიერული ფანტასტიკაა, ეგ რომ შეგვეძლოს, ანუ ფიზიკურად არ ვიცით როგორ ჩამოყალიბდება. გარემო ფაქტორებსაც გენეტიკის მსგავსად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ახლა ვერ დავუბრუნდეთ ჩვენ საზარელ მგლებს. მოკლედ ამ წამს ისინი არიან რამდენიმე ჰექტარ მიწაზე, რომლის ადგილმდებარეობაც გასაგები მიზეზების გამო არაა ცნობილი. თვითონ ექსპერტების თქმით, მათ გამრავლებას არ აპირებენ, რაც მაიჭვებს, რომ ამ მგლებს საერთოდ გამრავლების უნარი არ აქვთ. და აქამდე მიყავდა საქმე მთელი ვიდეოს განმავლობაში. შეიძლება ეს იყოს უბრალოდ ერთჯერადი ჰიბრიდი. ან რაც გნებავთ ის დაუძახეთ. და რომ ცდებოდე და მათ შეეძლოთ გამრავლება, მათი ბუნებაში გაშვება სავარაუდოდ სასიკვდილო იქნება. ბოლო-ბოლო ნადირობა და გადარჩენა თავშით რო ისწავლონ, რაღაცა დაავადება მოგლავს ჩემი აზრით. მეჭვება, რომ გენეტიკური კოდის ხელოვნურად მოდიფიცირებას რამე გვერდითი მოვლენები არ ქონდეს. ახლა რაც შეეხება ხალხს, რომელსაც შეერა რომ ხვალზე სამსახური გზაზე დინოზავრი ამოეკიდება. დღევანდელი ტექნოლოგიებით ეს ისეთი ვირტუალია, როგორც სინათლის სიჩქარით წასვლა. აქ არის ორი ძალიან დიდი პრობლემა. ერთი, რომ დინოზავრების დნმ-ს ფიზიკურად ვერ იპოვით ალბათ. პრინციპში შეუძლებელია, მაგრამ რაღაცა სასწაულით მაინც რო იპოვო, ან ქათმისგან მოგიწევს კლონილება, ან ნიანგისგან, როგორც ახლა გააკეთეს. ანუ გამოდის, რომ ახალი დინოზავრის ჩვენ თვითონ გენეტიკურად აწყობასთან უფრო ახლოს ვართ, ვიდრე დინოზავრების დაბრუნებასთან. რაც რა თქმა უნდა წარმოუდგენლად რთული რაღაცა, ანუ სიტყვებით ვერ გადმოიცემა ეს ერთ რთულია. ყოველ შემთხვევაში ესეა თუ რაღაცა სასწაული კვლევა არ გამოვიდა მომავალში და არ გადაატრიალა მთელი სამყარო. მოკლედ რომ შევაჯამოთ სახლიდან გასვლას დინოზავრი არ გამოგეკიდებათ, მაგრამ მაინც რობოტებს უთხილდით. ერთი გორილა 100 ადამიანის წინააღმდეგ. ალბათ ამ დღეებში მსგავსი დაპირისპირება ერთხელ მაინც შეხვდათ სადმე. უფრო კონკრეტულად რო ახსნათ, ცოტა ხნის წინ ვიღაცას Twitter-ზე გაუჩნდა კითხვა. მას აინტერესებდა მოერეოდა ერთი გორილა თუ 100-ის დასრული მამაკაცი. ამ ვიდეოში ვაპირებ, რომ ეს თეორიული დაპირისპირება ცოტა გავშალო და პასუხებიც მოგაწოდოთ. მოდით დავიწყოთ იმით, რომ როცა დაპირისპირებაზე ვლაპარაკობთ, სიტუაცია ყოველთვის გასათვალისწინებელია. ამ თემაზე რა ვიდეოების ვნახეთ, თითქმის ყველა უგულებელყოფს ამ ფაქტორს. როგორც ადამიანი შეიძლება იყოს შედარებით დიდი, პატარა, სუსტი ან ძლიერი, ისე შეიძლება იყოს გორილაც.
ამიტომ შეიძლება ყველამ სხვადასხვა რაღაცა თქვას ამ დაპირისპირებას და ყველა სწორი იყოს. რადგან არ ვიცით რა პირობებში წარმოუდგენია ეს ბრძოლა მას. ამ ვიდეოში ყველაფერს დავაკონკრეტებ და ისევ იმშელებ. მოდით დავიწყებ იმით, რომ ეს წმინდა წყლის თეორიული დაპირისპირებაა და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ვიღაცების ვიდეოდან გავიგე, რომ ადამიანებს გორილასი უბრალოდ ისე შეეშინდებოდათ, რომ ვერც ერთი ვერ მივიდოდა პირველი. და სწორედ ამიტომ გაიმარჯვებდა ამ ბრძოლაში გორილა. ვინც ამ მოსაზრებას ეთანხმებით, თქვენთან ერთი კითხვა მაქვს. ანუ გორილა არ გაიქცევა, ხო? ნაცრისფერ ზურგა გორილა კი არა, სულ კინგ-კონგთან მქონდეს საქმე, როცა დაინახავს ეს არსება, რომ 100 უთმო მაიმუნი მორბის მისკენ აუცილებლად გაიქცევა. წარმოიდგინეთ, ხართ გორილას, შეიძლება საერთოდ არ ყავდეთ ადამიანი ნანახი და 100 ცალი მორბის თქვენსკენ. ამ ადამიანებთან პირისპირ შემა გორილის პირველი ინსტინქტი ნამდვილად არ იქნება. ამიტომ ამ თემაზე თუ მშელდ, თავიდანვე უნდა ვივარაუდოთ, რომ არც გორილა გაიქცევა და არც ის 100 ადამიანი, თორე სხვანაირად უბრალოდ არ გამოდის. ახლა კი ნელ-ნელა შეგვიძლია განვიხილოთ, თუ რა პირობებში წარიმართება ეს ორთაბრძოლა. რახან საქმე 100 ადამიანთან გვაქვს, მოდით ავურჩიოთ, რაც შეიძლება ძლიერი გორილა. ნაცრისფერ ზურგა მამრი. მოდით ცოტა რეალისტური წონას ავიღოთ და ავიღოთ სადაც 200 კილო, რაც უკვე ბევრია. ზოგადად გორილას ზომაზე გადამეტებული წყაროები არის ინტერნეტში. ადამიანებს რაც შეეხება, მოდით ავიღოთ საშუალოდ ათლეტური 100 მამაკაცი. არც ძალიან უუნაროები და არც პროფესიონალი მებრძოლები, სადღაც შუაში. ამ კონფრონტაციაში არის ორი ძირითადი სტრატეგია. ერთი არის, რომ ერთად მივარდნენ და შეესიონ ადამიანები გორილას და მეორე არის, რომ ცალ-ცალკე მივიდნენ. ორივეს განვიხილავ და ვეცდები ვივარაუდო, რომელი იქნებოდა უკეთესი სტრატეგია. მაგრამ სანამ მაგაზე გადავალთ, უნდა განვიხილოთ თავარი, როგორ შეუძლია დააზიანოს ადამიანმა გორილა და პირიქით, როგორ შეუძლია გორილას დააზიანოს ადამიანები. ამოვიდა რა თქმა უნდა უფრო საინტერესო კითხვაა თუ როგორ დააზიანებენ ადამიანები გორილას, როცა ის ბლაგვის აგნების წინააღმდეგ ასე კარგადაა დაცული. გორილას თავის ქალა ადამიანისაზე მინიმუმ 2-ჯერ ან 3-ჯერ ძლიერია. თუმცა როგორც ამ ჩონჩხზე ხედავთ, საფეთქელი შედარებით სუსტია. ვიზუალურად ეს ეთყობა, რომ ნაკლებად დაცულია თავის სხვა ნაწილებთან შედარებით. კიდევ ერთი შედარებით სუსტი წერტილი, მაგრამ იმდენად არა იქნებოდა გორილასთვის ქვედა ყბის ძვალი, რადგან ადამიანის მსგავსად ეს მის თავის ქალაში ერთადერთი მოძრავი ძვალია, რაც ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ აქ მიყენებული დარტყმა შედარებით მეტ ტვინის ტრავმას გამოიწვევს. მოკლედ, გორილას ძვლის სტრუქტურის დონეზე მხოლოდ ეს ორი სისუსტე აქვს. თუმცა ამის გამოყენება ეფექტურად ადამიანების მხრიდან მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ მაგალითად ქვას ჩაარტყავენ თავში. ქვა პრინციპში არ აღია, რაც ამ დაპირისპირების წესებს ცოტათი არღვევს. მთელი აზრი იმაშია, რომ ადამიანები უნდა იყვნენ უიარაღოთ. ამის გარდა გორილას კიდევ აქვს სისუსტეები, შეიძლება გამოვყოთ თვალები, რაზეც ყველა ლაპარაკობს და ცხვირი, რომელზეც არავინ ლაპარაკობს. თვალებს რატომ ვიძახი გასაგებია, ყველა არსებას სუსტი თვალები აქვს ასე თუ ისე, დაზიანებას ვერ უძლებს. და ცხვირსაც შეეხება, გორილას ცხვირის გატეხვა თეორიულად ძნელია, მაგრამ თვითონ ხრტილოვანი ნაწილის გატეხვა არ არის ეგეთი ძნელი. ეს ხრტილოვანი ნაწილი გორილას არცზე დიდი აქვს და ცხვირის დიდი ნაწილი პრინციპში ძვალია. თუმცა თუ ეს ხრტილოვანი ნაწილი გატყდა, გორილას ეს ადგილი გაუსიუდება და სავარაუდოდ სისხლიც წამოუვა, რაც ასე თუ ისე მაინც დაზიანებაა და გორილას სუნთქვას საგრძნობლად გაურთულებს. ისეთ სცენარში, სადაც ადამიანებს გორილის არ შეეშინდებათ, რამდენიმე ადამიანთან შერკინების მერე გორილა შეიძლება დარჩეს მა და სუნთქვაც ძალიან უჭირდეს უკვე. ამ დაზიანებების გარდა, რა თქმა უნდა, შეიძლება გორილას წინ კანი გაეჭრას, თუმცა ეს შედარებით ძნელია. მისი მოხრჩობა კი არ ამგონია ოპტიმალური, ან საერთოდ შესაძლებელი ვარიანტი იყოს. ნუ რა თქმა უნდა, წელს ქვემოთაც შეიძლება გორილის დაზიანება, ალბათ ხვდებით, რასაც გულისხმობ. ახლა კი უნდა განვიხილოთ თვითონ გორილას რა იარაღები აქვს ადამიანების წინააღმდეგ და ყველაზე მეტ შეცდომას ძირითადად აკუშვებენ ხოლმე. პირველ რიგში კარგად უნდა გავიაზროთ, რომ გორილა ვებხვით და ლომის მსგავსად სიკვდილის მანქანა არ არის. მისი ფუნქცია სხვა ცხოველების მონადირეება და მოკლა ნამდვილად არაა. მეტიც მისი კბილების კი არ არის განკუთვნილი ხორცის საჭმელად, რადგან როგორც ვიცით, ის ვეგეტარიანელია. მეცნიერულ ენაზე ჰერბავორი, რაც იმას ნიშნავს, რომ მარტო მცენარეებს ჭამს. გორილას იარაღებს რაც შეეხება, ყველაზე დიდი იარაღად მაინც მიმაჩნია მისი ძალა, კონკრეტულად მისი დაჯახებისა და მოჭერის ძალა. ბევრს ვინც ამ რაღაცა ტრენდს თვალს ადევნებს, გონია რომ გორილა შეუძლია უბრალოდ მუშტების შეკრას და უბაგუნოს ადამიანებს. ეს ჟარგონზე რო ვთქვათ. თუმცა თუ გორილები ბრძოლებს გადახედოთ ერთმანეთთან, შეამჩნევთ, რომ ისინი უბრალოდ ერთმანეთს ეჯახებიან და ხელს კრავენ. ვიდეოს განახედით, აქაც უბრალოდ YouTube-ი დამიკოპირაითებს. კარგი, ეს გავიგეთ, მაგრამ ეხლა ვიტყვი ბარემ რატო არის ესე. არ ვიცი ყოველს რატომ მოგვრის ეს ამბავი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში გორილებს მოქნილობა საკმაოდ აკლიათ. ისინი ინდივიდუალურ კუნთებს ვერ აკონტროლებენ ადამიანებივით. თუ დააკვირდებით, უმეტეს შემთხვევაში ხელი ნაწილობრივ ან მთლიანად გაშლილი აქვს. არ და ხელის მოღუნვა ჩვეულებრივად შეუძლიათ, მაგრამ ამას რატომაც არ აკეთებენ ხოლმე. ბრძოლისას იშვიათად აკეთებენ, თორე ისე რა თქმა უნდა გააკეთებენ ჩვეულებრივად. მუშტების შეკვრაც შეუძლიათ რეალურად, მაგრამ მუშტები ბრძოლისთვის არიან ზედმეტად მოუქნელები. ყოველ შემთხვევაში ანატომია ხელს არ უწყობს თამაში. ანუ გამოვიდა, რომ გორილის ძირითადი ძალა მაინც მისი დაჯახება იქნება. ახლა რაც შეეხება მათ კბილებს. პირველი პრობლემა ის არის, რომ გორილას 1300 psi ყბის ძალა ჩვეულებრივი მითია. ამასთანავე კადისებთა ოჯახის წარმომადგენლების მსგავსად მათი კბილები არ არის შექმნილი ხორცის დასაგლეჯად. ორი ეშვი აქვს და იმ ორ ეშვას არ აქვს პრაქტიკული გამოყენება.
ასევე მტაცებლებს, რომლებსაც ხშირად უწევთ სხვა ცხოველებისთვის კვენა აქვთ გრძელი დრუნჩი, რაც კვენას საგრძნობლად ართულებს. ანუ ერთადერთი გზა რომ გორილამ რამეს უკბინოს არის, რომ ხელი ჩაიდოს მაგალითად პირში ან ფეხი. აი ადამიანის მაგალითს რო წარმოვიდგინოთ, აი ადამიანი ხა მეორე ადამიანს მარტივად კისერში ნამდვილად ვერ უკბენს. მინიმუმ ხელების მოშველება დაჭირდება. მე მგონი ზედ მეტად ჩავაღმავდი ამ თემას, ამიტომ უბრალოდ ვიტყვი, რომ გორილას კვენა ამ ბრძოლაში არტილერიის ფუნქციას ნამდვილად ვერ შეასრულებს. მეტიც ვიტყვი, რომ კვენა გორილისთვის საკმაოდ ცუდი სტრატეგია იქნება, იმიტომ რომ ხელებს იკავებს. ამდენი ლაპარაკის შემდეგ შემიძლია საბოლოოდ დავასწრო, რომ გორილის ერთადერთი რეალური იარაღი ამ ბრძოლაში არის მისი ძალა და ძირითადად დაჯახების ძალა. ერთადერთი შესაძლო ვარიანტი კიდე არის, რომ გახლიჩოს ადამიანის შუაზე, რაც ცოტა წარმოუდგენელია. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ცალსაკენ მოუწევს ამის გაკეთება და 99 სხვა ადამიანი კიდევ ისხმის თავს ამ დროს. ანუ გორილას ის გადარჩენილი, რომ ადამიანები ხელით ათრიოს, გადაჯეგოს, დაეჯახოს მათ და ასე შემდეგ. პრინციპში მისი ხელისკრაც საკმაოდ დამაზიანებელია ჩვეულებრივი ადამიანისთვის. ახლა კი მოდით შევუდგეთ თვითონ ბრძოლის განხილვას. პირველად განვიხილავ სცენარს, სადაც ადამიანები ერთდროულად მიცუდებიან გორილას. ამ თეორიულ სცენარში ადამიანების გაწირვა ნაკლებად ფიგურირებს. ანუ 99 კაცი არ უყურებს, როგორ ათრევს გორილა იმ ერთ კაცს. რა თქმა უნდა, როგორც ყველა სტრატეგიას, ამასაც თავისი ნაკლები აქვს. ადამიანები ძალიან პატარებიც არ ვართ, გვაქვს ჩვენი გაბარეტები და ალბათ თქვენც მიხვდებოდით, რომ ყველა ერთად ვერ შეუტევენ გორილას ეს 100 ადამიანი. გორილას და ადამიანების ზომების გათვალისწინებით დაახლოებით 4-დან 6-მდე ადამიანი შეძლებს ერთდროულ შეტევას. ამაზე მეტი რო იყოს უკვე ერთმანეთს შეუშლიან ხელს. კარგი, შეიძლება 4-ის ზედმეტად ცოტა იყოს, მოდით ავიღოთ 6. ამ ყველაფრიდან გამომდინარე 100 ადამიანის გორილაზე ერთდროულად თავდასხმა არის არარეალისტური. უფრო სწორი იქნება ეს ადამიანები განვლავოთ ტალღებად და ასე 6 კაცად გაუშვათ. ასეთ სიტუაციაში უნდა გავითვალისწინოთ, რომ გორილა არის ალყაში და თავის დაცვა უწევს პრინციპში ყველა მხრიდან, რაც მის დაღლას შეუწყობს ხელს. ჩემი აზრით, სწორედ ენერგიის გამოსვლა იქნება მთავარი ფაქტორი ამ დაპირისპირებაში. გორილები ზოგადად ენერგიის დახარჯვისას განსაკუთრებით ბრძოლებში არიან ძალიან არაეკონომიურები. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც მალე იღლებიან და მათ შორის ბრძოლები რამდენიმე წამს ან წუთს გრძელდება. სიმართლე რომ ვთქვათ, გორილებს არც მათი კუნთოვანი აგებულება უწყობს ხელს გამძლეობაში. გორილების კუნთოვანი ბოჭკოების უმეტესობა არის მეორე ტიპის, ანუ სწრაფი შეკუმშვის. სწრაფი შეკუმშვის კუნთოვანი ბოჭკოები გამოირჩევა იმით, რომ არის მძლავრი, ახდენს უფრო მეტი ძალის მობილიზებას ნაკლებ დროში, უბრალოდ იტევს ნაკლებ ჟანგბადს. რაც გორილასთვის სამწუხაროდ იმას ნიშნავს, რომ ჩვეულებრივზე ადრე დაიღლება. ახლა რაც მოყვევი ეს ყველაფერი უბრალოდ მიანიშნებს, რომ გორილამ სწრაფად უნდა დაასრულოს ეს საქმე. მოდით უბრალოდ ვივარაუდოთ, რამდენად სწრაფად შეუძლია მაქსიმალურად გორილას ამის გაკეთება. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჩვენ ჩანაწერებში გვაქვს ადამიანის და გორილის ერთ-ერთზე დაპირისპირების შემთხვევები. ერთ-ერთ ჩანაწერში გორილა მოხუც კაცს 30 წუთის განმავლობაში ათრევდა აქეთ-იქით, მის მოგვლას ცდილობდა წყაროებით და გადარჩა ეს კაცი. პრინციპში პრიმატმა იქამდე ათრია, სანამ არ დაიღალა. ეს ადამიანი სავარაუდოდ ძალიან შეშინებული იყო და გორილასთვის წინააღმდეგობის გაწევა არც უფიქრია. ამ სცენაში კი გორილას დაახლოებით 6 კაცი ებრძვის ერთდროულად და მისი არც ერთს არ აშენია. მოკლედ ახლა განვიხილავთ იმ შემთხვევას, როცა 100 კაცი 6 კაციან ტალღებად იყოფა და გორილას თავს ესხმის. დაღლის ან დაშავების შემთხვევაში ერთმანეთს ეცვლებიან და ადამიანები გორილას სულს წერტილებს უმიზნებენ. ასეთ სიტუაციაში არც ისე მარტივი იქნება, რომ გორილამ თუნდაც 10 ადამიანი დატოვოს ბრძოლის უუნაროდ. ანუ ჩემი პირადი აზრით 10 ადამიანი რო გაანეიტრალოს, უკვე ძალიან დაღლილი იქნება. და როცა ენერგია გამოცდილს ადამიანების ახალი დასვენებული ფენა მივარდება, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს ეს ბრძოლა მისგან. დროთა განმავლობაში გორილის ეფექტურობა შემცირდება და უფრო ნაკლებ ადამიანს გაანეიტრალებს დროში. საბოლოოდ გორილას დაღლილობას დაზიანებას დაემატება და ის ადრე თუ გვიან აუცილებლად წაიქცევა. და ამ დაცემულ არაქად გამოცდილ გორილასთან გამკლავება კი საკმაოდ მარტივია ამდენი ადამიანისთვის. ისი არ ვიცი რა უნდათ ამ გორილასთან, მაგრამ იცოდება ამ ყველაფრისთვის. მოკლედ რა დავასკვენით იმ სცენარიდან, როცა ადამიანები შეეცდებიან, რომ ერთდროულად მივარდნენ გორილას. ჩემი აზრით, სულ 250 კილოგრამიანი ყველაზე ძლიერი გორილა იყოს სოფლიოში, შეძლებს ყველაზე მაქსიმუმ და ეგეც ძალიან არარეალისტურ შემთხვევაში 30 ადამიანის ბრძოლის უუნაროდ დატოვებას. დანარჩენი 70-დან რაღაც ნაწილს სავარაუდოდ დაზიანებები ექნებათ, მაგრამ სასწაული დაზიანებები არა. ყველაფერი ამ სცენარით თუ განვითარდა, გორილის გამარჯვების შანსს უბრალოდ ვერ ხედავ. 100 ადამიანი უბრალოდ ძალიან ბევრია, მით უმეტეს ამ ტაქტიკით. თუ ამ მოსაზრებას არ ეთანხმებით, ხოთ გაითვალისწინეთ, რომ მე-5 ან მე-6 კაცის მერე შეიძლება უკვე გორილას მხედველობა ქონდეს დაკარგული და ასევე ცხვიდან ვეღარ სუნთქავდეს ნორმალურად. ახლა კი განვიხილოთ ადამიანების გორილასთან ცალ-ცალკე შებმის სცენარი. იქნება ამ შემთხვევაში მაინც ქონდეს გორილას შანსი. ეს ტაქტიკა იმას გულისხმობს, რომ 100 ადამიანიდან ერთი გორილას ერთ-ერთზე უპირისპირდება და დანარჩენი 99 ელოდება, როდის გაანეიტრალებს გორილა ამ ადამიანს. და ამის შემდეგ კიდე ერთი სხვა ადამიანი მიდის, სანამ გორილას ერთ-ერთზე არ მოუგებს ვიღაცა. რთული შესამჩნევი არ არის, რომ ამ ტაქტიკას ბევრად მეტი წუნი აქვს ვიდრე წინას.
თავი ნაკლი ის არის, რომ პირველი ამდენიმე ადამიანი ჩვეულებრივი შესაწირია. იმის მიუხედავად, რომ წმინდა წყლის თეორიული სცენარია, ეგ ამბავი მაინც ძალიან უცნაურია. გორილასთან ერთ-ერთზე შევა, მით უმეტეს, როცა შენ ხარ ამ თავდასხმის ინიციატორის სისულელე უფრო არის ვიდრე სიმამაცე. მაგრამ რახან დაუწყე განხილვა აქ არ მივატოვებ და ბოლომდე გავყვები ამ სცენარს. სტრატეგიის მეორე ნაკლი ის არის, რომ გორილა ერთი ადამიანისგან უკეთ დაიცავს თავს და დაზიანებასაც ნაკლებს მიიღებს. ის სტრატეგია, რომ წარმატებით განხორციელდეს, ყველა ადამიანმა უნდა იფიქროს, რაც შეიძლება დიდი ხნით გადარჩინაზე და გორილის დაღლაზე, რაც ჩვეულებრივი სანგრების ომის ტაქტიკებია. ასეთი ომების დროს ჯარისკაცებს უშვებდნენ ტყვიამფრქვევების ცეცხლის წინააღმდეგ, რათა ვინც ისროდა ამ ტყვიამფრქვევებს გამოფიტულიყო. ეგრე გვაქვს საქმე გორილას შემთხვევაში. გორილას უბრალოდ ხალხი უნდა ახალსინოს, სანამ არ დაიღლება და არ დაეცემა. ჩემი პირადი აზრით ასეც იქნება ადრე თუ გვიან უბრალოდ ბევრად დიდი დანაკარგებით ვიდრე წინა ტაქტიკის შემთხვევაში. ყოველ შემთხვევაში ფატალურად დაზიანებული ბევრად მეტი იქნება. მოდით ნელ-ნელა ვიდეოს დასკვნაზე გადავალთ, თორე უკვე დისერტაცია გამომდის. გორილა ძალიან ძლიერი ცხოველია, თუმცა ზოგი ადამიანი მის შესაძლებლობებს გადამეტებულად აღიქოვს. ჩვენი ვიდეოს საბოლოო ვერდიქტი ის არის, რომ რაც არ უნდა დიდი იყოს გორილა, მას 100 კაცის დამარცხება ნამდვილად არ შეუძლია. გულისხმობ იმ პირობებში, რომელიც დავასახელე. 10 უსასტიკესი კაცი ჭამია ცხოველი ისტორიაში. ცხოველები ველური არსებები არიან, რის გამოც ისინი აზროვნებაზე ხშირად თავიანთ ინსტინქტებს ეყრდნობიან. დაცებლის ინსტინქტი ყოველთვის მსხვერპლის მონადირებაა. მსხვერპლი ძირითადად სხვა ცხოველია ხოლმე, მაგრამ არის შემთხვევები, როცა მსხვერპლის ადგილას ადამიანი აღმოჩენილა. ცხოველების დიდი ნაწილი ძირითად შემთხვევაში ადამიანს არ ერჩის. ამის მიუხედავად არსებობენ ცხოველები, რომლებსაც ჩვენი ინტელექტის ნამდვილად არ ეშინიათ. მეტიც ისტორიას ახსოვს ისეთი ინდივიდუალური ცხოველები, რომლებსაც ადამიანების მოკლა მოსწონდათ. დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ მსგავს სახეობებზე და ინდივიდუალურ ცხოველებზე. ტურები. ტურა ყველაზე დიდი ძაღლისებრთა ოჯახის წარმომადგენელი ნამდვილად არ არის, მაგრამ ის მაინც სათანადოდ უნდა შევაფასოთ. ამ ცხოველებს ადამიანზე თავდასხმის ისტორია აქვთ. აქვე გეტყვით, რომ საშუალო ტურა იწონის 9-დან 16 კილოგრამამდე, რის გამოც მარტო საფრთხეს არ წარმოადგენს. მაგრამ ტურები ცხოვრობენ ძალიან კოორდინებულ ხროვებად. სწორედ ამის გამო არიან ძალიან საშიშები. ტურების ხროვა ადამიანზე ნადირობას არ ერიდება იმ შემთხვევაში, თუ საკვები აკლდება. ეს განსაკუთრებით ხშირია აფრიკაში, ინდოეთში და ბანგლადეშში, ანუ ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში. მსგავსი შემთხვევა 2019 წელს ინდოეთში დაფიქსირდა. დასახლებაში, რომელსაც ფარაკას ეძახიან, 9 წლის ბავშვი ტურებმა დაგლიჯეს. ამ საშინელ ფაქტს ბიჭის მეზობელი შეესწრო. მისი გადმოცემით, როცა შემთხვევის ადგილას აღმოჩნდა, ბიჭი უკვე ნახევრად შეჭმული იყო და ტურები მას სადღაც მიათრევდნენ. ეს ყველაზე ტრაგიკული შემთხვევაა. ურადათვები. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, დათვები ადამიანებს არცისე ხშირად ესხმიან თავს. ეს ძირითადად მაშინ ხდება, თუ ლაშქრობაზე წასული ადამიანი ტყეში დათვს გადაეღრება. ან დედა დათვი თავის ბელებს ადამიანებისგან იცავს. მოკლედ და კონკრეტულად, დათვების სახეობებიდან ადამიანებს ყველაზე ხშირად მურა დათვი ესხმის თავს. ამ მხრივ გამოირჩევიან ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე მცხოვრები დათვები. არის დაფიქსირებული შემთხვევები, როცა დათვი მოლაშქრე ადამიანებზე, როგორც მცხოვრებელზე, ისე ნადირობდა. დიდი ალბათობით ამ პერიოდში დათვს საჭმელი ძალიან აკლდა. და სწორედ ამიტომ განისრახა ადამიანის მონადირება. ოღონდ ნუ იფიქრებთ, რომ დათვს თქვენს მიმართ რაიმე სოლიდარობა გააჩნია. მეცას ვიტყვი, ზოგიერთი მურა დათვი დაბერების შემდეგ ადამიანებზე უფრო მეტად იწევს, ვიდრე ნებისმიერ სხვა მსხვერპლზე. ახლა კი განვიხილოთ შემთხვევები. 2008 წელს გეოლოგები ექსპერიმენტს ატარებდნენ ურაგულის ფერმაში. რადგანაც მათ მურა დათვები მიივარდნენ და ყველა შეჭამეს. მეორე შემთხვევაში ამერიკელი კაცისთვის ლაშქრობა ძალიან ცუდად დასრულდა. მონტანას შტატის ტყეების გამოკვლევისას მას მურა დათვი დაესხა თავს. დათვა ის მოკლა და ნახევრად შეჭამა. მოგვიანებით ზემოთნახსენები კაცის ნარჩენები იპოვეს ვაიომინგში. ანუ სავარაუდოდ გრიშლის დათვა ამ კაცის ცხედარი გადაათრია სხვა შტატში და დიდი ალბათობით გზაში ჭამდა. მოკლედ დათვების თავდასხმა ხშირი არ არის, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ უბრალოდ ხალხი არ ხვდება დათვების ტერიტორიაზე ხშირად. და თუ ადამიანი დათვთან პირისპირ აღმოჩნდება, მერე ძნელია გადარჩენა. გვირგვინიანი არწივი. ამ სიაში ალბათ ფრინველის გარდა ყველაფერს ელოდით. მით უმეტეს არ ელოდით ისეთ ფრინველს, რომელიც ადამიანზე ზომით პატარაა. აფრიკელი გვირგვინიანი არწივი ჩიტირთვის პატარა ნამდვილად არაა. ის 3-დან 4,5 კილომდე მერყეობს, რაც როგორც ვახსენებ, ფრინველის პირობაზე საკმაოდ დიდია. არავის არ გაუკვირდებოდა ეს ჩიტი რეპტილიებზე, პატარა ძუძუმწოვრებზე და მსგავს ცხოველებზე რომ ნადირობდეს. მაგრამ მათთვის ადამიანზე გაწევა წარმოუდგენელი ჩანს. თვითმხილველების თქმით, ეს არწივი ხშირად ესხმის ადამიანებს, კონკრეტულად პატარა ბავშვებს, რადგან მათი აწევა და წაყვანა შეუძლია. თავდასხმის დაფიქსირებული შემთხვევა საკმაოდ ბევრი გვაქვს. ამასთანავე გვირგვინიანი არწივების ბუდეებში არის ნაპოვნი ადამიანის ჩონჩხები. ალბათ ფოტოებიდან გამომდინარე მიხვდით რა და როგორ ხდება. სწორედ ამ ყველაფრის გამო აფრიკელი გვირგვინიანი არწივი ერთადერთი კაციჭამია ფრინველია სამყაროში. ლომები. სიტყვა კაციჭამიას გაგონებაზე უმეტესობას თვალწინ ლომი უდგება. ლომი არის აფრიკული სავანის მეფე და ძალიან ძლიერი დიდი კატა. მისი დიეტა ძირითადად ჩლიქოსანი ცხოველებისაგან შედგება, თუმცა ყოველთვის ასე არაა. ზოგჯერ ლომები აფრიკულ სოფლებში ღამით ჩუმად შედიან.
და რა თქმა უნდა ადამიანების მონადირეობას ცდილობენ. ამას ხშირ შემთხვევაში ან ავადმყოფი ან მოხუცი ლომები აკეთებენ, რადგან ისინი ზებრებსა და ანტილოპებს ვერ იჭერენ. სხვადასხვა ერთხელ ასეთმა ლომებმა ბუნების დამცველების როლით შეითავსეს. მაგალითად ისინი 2016 წელს ბრაკონიერებს დაესწნენ თავს და უკლებრივ ყველა შეჭამეს. სავარაუდოდ ეს ბრაკონიერები მარტო რქების მოსაკლავად და მათი რქების გასაყიდად იყვნენ მოსულები. ამის გარდა კაციჭამია ლომებზე არის კიდევ ერთი ძალიან გავრცელებული ისტორია და მას ცაოს კაციჭამია ლომების სახელით მოიხსენიებენ. მოკლედ 1898 წელი ბრიტანეთის იმპერიამ გადაწყვიტა, რომ კენიაში აეშენებინა რკინიგზა. დღევანდელი კენია მაშინ ბრიტანეთის კოლონია იყო. ბრიტანელებს ლიანდაგები მალე ჭირდებოდათ, რის გამოც მშენებლობაში ძალიან ბევრი ხალხი მონაწილეობდა. ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა, სანამ მშენებლობაზე ორი უცნაური შესახედაობის ლომი არ გამოჩნდა. ამ ლომებს ფაფარი არ ჰქონდათ, მაგრამ ზულომებისთვის ზედმეტად დიდები იყვნენ. რეალურად ეს ორი ძმა ლომი ხვადი იყო და მათ უბრალოდ გენეტიკური მუტაციის შედეგად ფაფარი არ ეძებოდათ. მსგავსი რამ ლომებში ხშირი არ არის, მაგრამ მაინც ხდება ხოლმე. მოკლედ რო ვთქვათ, ეს ორი ლომი იქაური მუშების კოშმარი გახდა. ისინი დღე და ღამე ატერორებდნენ მშენებლობას და მთელი ამ დროის განმავლობაში ხალხს ჭამდნენ. საბოლოო ჯამში მათმა ასეთმა თარეშმა 130 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამის გამო ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ცოტახნით პროექტი გადადო, იქამდე სანამ ლომებს არ შეაჩერებდნენ. საბოლოოდ ორივე ლომი მოკლეს და მათი ფიტულები დღეს ჩიკაგოს მუზეუმშია. ლეოპარდი. ლეოპარდი იგივე ჯიქი არის დიდი კატა, რომელსაც აზიისა და აფრიკის ტერიტორიაზე შეხვდებით. ზომიდან და ფაქტორებიდან გამომდინარე, ჯიქები თავიანთ ჰაბიტატში პირველი მტაცებლები არ არიან ხოლმე. ლეოპარდები სიგრძეში 0.9-დან 1.7 მეტრამდე იზრდებიან და ჩვეულებრივ 27-დან 63 კილომდე მერყეობენ. ლეოპარდი შეიძლება ლომივი ძლიერი არ არის, მაგრამ მასზე არანაკლები კაციჭამია ცხოველია და ლეოპარდის კაციჭამიობას ექსპერტების აზრით ერთი მიზეზი აქვს. მოკლედ, ზოგიერთ კულტურებში ადამიანებს არ მარხავენ, მათ სიკვდილის შემდეგ წვავენ და ფერფლად აქცევენ. ამის მიუხედავად ზოგი ღარიბი დასახლება მაგას ვერ ახერხებს და შეიძლება უბრალოდ ადამიანის ცხედარი გაერთ ტყეში დატოვონ. ძირითადად ინდოეთის სოფლებზე მაქვს საუბარი. ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ლეოპარდები ამ ცხედრებს ჭამენ და ადამიანზე იგეშებიან. ერთხელ თუ გასინჯეს ადამიანის გემო, მერე უკვე ძალიან საშიშები ხდებიან. ასეთი ლეოპარდები ბევრნი არიან. ისინი ხალხს სახლშიც უვარდებიან და სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებშიც არის შემთხვევა, რომ შევარდნილან. ამ კაციჭამიებში გამოირჩევა ერთი ლეოპარდი. უიფიქრეთ, რომ ლომების მოკლული 130 კაცი ძალიან ბევრი იყო, მაშინ ცდებოდით. ეგრეთ წოდებულმა რუდარა ბრაიანგის ლეოპარდმა, რომელიც ინდოეთში ცხოვრობდა, დაახლოებით 200 კაცი შეიწირა. ერთი პერიოდი ეს იმხელა პრობლემა იყო, რომ მის მოსაკლავად ბრიტანელი ჯარისკაცები გაუშვეს. ჯარისკაცებმა ლეოპარდის დაჭერა და მოკვლა სცადეს და მისი მოწამვლაც. მაგრამ არაფერმა არ იმუშავა, იქამდე სანამ საქმეში ცნობილი მონადირე და მწერალი ჯიმ კორბეტი არ ჩაერთო. კორბეტმა უამრავი სირთულის მიუხედავად მოახერხა ლეოპარდის მოკვლა და ამაზე წიგნიც დაწერა. პითონი. პითონებზე როდესაც საუბრობთ, ყოველთვის ერთი ძალიან საინტერესო, მაგრამ ამავე დროს შემაძუნებელი ისტორია მახსენდება. მოკლედ ეს ისტორია არის ადამიანზე, რომელსაც სახლში ჩვეულებრივ კორპუსში ყავდა პითონი. მეზობლებთან ალბათ ცუდი ურთიერთობა ჰქონდა. მოკლედ ამ ქალბატონის სახლში ერთხელ სტუმრად მივიდა ისეთი ადამიანი, რომელსაც რაღაც ცოდნა გააჩნდა პითონების შესახებ. მოკლედ ამ ქალმა თავის სტუმარს სიამაყით უთხრა, რომ თავის პითონს ის ისე უყვარდა, რომ მას ხშირად ეხვეოდა. სინამდვილეში ეს სიყვარულის გამოხატვის ფორმა ნამდვილად არ ყოფილა. პითონი უბრალოდ თავის პატრონს ზომავდა, რომ საჭიროების შემთხვევაში შეეჭამა. მოკლედ ეს არაა გახმაურებული ისტორია გადმოცემით ვიცი და ცუდად დამთავრდა. პითონებზე ამის გარდა უამრავი ისტორია არსებობს. მათ საკმაოდ ბევრი ადამიანი ყავთ შეჭმული. მოდით თვალი გადავალოთ ბოლოდროინდელ შემთხვევებს. 2017 წელს ინდონეზიაში 7 მეტრიანი პითონის მუცელში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. 2018 წელს ქალს პითონი თავისივე ეზოში მიეპარა, შემოეხვია და მოგუდა. ბოლო შემთხვევა დაფიქსირდა 2024 წელს, როცა 45 წლის ინდონეზიელი კაცი დაიგარგა და შემდეგ პითონის მუცელში იპოვეს. პითონებს ადამიანების შეჭმა ზოოპარკებშიც უცდიათ. მარილიანი წყლის ნიანგი. ამ სიას ნიანგების გარეშე ვერ შევადგენდი. მარილიანი წყლის ნიანგი ძალიან სასტიკი და ძლიერი ცხოველია. ბოლოს და ბოლოს ის მსოფლიოში უდიდესი რეპტილია. ნიანგი იმდენად აგრესიულია, რომ ახლოს თუ ადამიანს დაინახავს, აუცილებლად დაესხმება თავს. მარილიანი წყლის ნიანგები სიგრძეში 6 მეტრამდე იზრდებიან, ხანდახან მეცსაც აღწევენ. მათი ზონა ძირითადად 907-დან 1088 კილოგრამამდე მერყეობს. მარილიანი წყლის ნიანგს 3700 PSI-მდე ყბის ძალა აქვს. ამის მიუხედავად ნიანგებს ნაკლებად განვითარებული აქვთ ის კუნთები, რომლებიც ყბის გახსნაზე არიან პასუხისმგებლები. ეგ იმას ნიშნავს, რომ ნიანგი პირს ძალიან ძლიერად ხურავს, მაგრამ გაღება უჭირს. მარილიანი წყლის ნიანგები სამხრეთ აზიაში ცხოვრობენ და თითოეულ წელს დაახლოებით 1000 ადამიანს ჭამენ. სუიგენი.
ჩვენ სიაში ოკეანის კიდევ ერთი ბინადარი ზვიგენი მოხვდა. ბოლო რამოდენიმე წელიწადში ზვიგენების ადამიანზე თავდასხმის რამოდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. ამის მიუხედავად ზვიგენები ადამიანს მსხვერპლად არ აღიქვამენ და მათი თავდასხმა იმაზე უფრო იშვიათია, ვიდრე ეს თქვენ გონიათ. ზვიგენის ჯიშების უმეტესობას ადამიანზე ძალიან ცოტა თავდასხმა აქვს დაფიქსირებული. ამის მიუხედავად ზვიგენის კონკრეტული 4 ჯიში ყველაზე მეტ ადამიანს კლავს. ესენი არიან თეთრცხვირა, დიდი თეთრი, ხარისებრი და ვეფხვისებრი ზვიგენები. ამ 4 ზვიგენს იმაზე მეტი ადამიანი ყოფს შეჭმული, ვიდრე დანარჩენ 564 სახეობას ერთად. ზვიგენებზე საუბარს ვერ დავამთავრებთ, რაიმე ისტორია რო არ მოგვყვეთ. ეს ამბავი უკავშირდება გემის სახელად USS ინდიანაპოლის ჩაძირვას. ეს შეერთებული შტატების ფლოტის გემი იყო, შესაბამისად გემბანზე ბევრი ადამიანი იყო ჩაძირვისას. გემის ჩაძირვის შემდეგ ადგილზე რამოდენიმე ზვიგენი მოვიდა და მათ დაახლოებით 150 ადამიანი შეჯამეს. ვეფხვი. ვეფხვი კატებს შორის პირველი მხოლოდ სიდიდით არაა. ვეფხვებს კატებს შორის ისტორიაში ყველაზე მეტი ადამიანი ყავთ მოკლული. მაგალითად, მე-20 საუკუნის დასაწყისში ვეფხვები ინდოეთში წელიწადში 1000 ადამიანს კლავდნენ. რამაც შემდგომში მათზე გაუჩერებელი ნადირობა გამოიწვია. ვეფხვს ადამიანების სოფლებში შესვლა არ ჩუვია, ის ამისთვის ზედმეტად ჭკვიანი და ზედმეტად თხილია. მაგრამ ინდოეთში იმდენად მჭიდრო დასახლება არ თვითონ ადამიანები მიდიან ვეფხვთან. 10 ჯამიობაში შეგვიძლია გამოვარჩიოთ ერთი კონკრეტული ბენგალური ძუ ვეფხვი. ამ ვეფხვმა სხვადასხვა წყაროების მიხედვით დაახლოებით 436 ადამიანი შეიწირა. ეს ვეფხვი ცხოველის პირობაზე განსაკუთრებით ჭკვიანი იყო. ის ძალიან დიდი და ძლიერი არ ყოფილა, მაგრამ საერთოდ ვერავინ ვერ იჭერდა. ვის შეეძლო ამ ვეფხვთან გამკლავება თუ არა ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობ ჯიმ კორბეტს. კორბეტმა ის ცხოველის მოინადრია და ამაზეც წიგნი დაწერა. ბრიტანელი მონადირე ეგრეთ წოდებულ ჩამპავადის ვეფხვს 9 თვე მისდევდა. ნადირობის დროს ვეფხვი რამოდენიმეჯერ დაიჭრა და სხვადასხვა ერთხელ შურის საძიებლადაც მობრუნდა. მოკლედ, თუ სურვილი გექნება, დამიწერეთ კომენტარებში და ამ ნადირობებზე უფრო სრულად ვისაუბრებ სხვა ვიდეოში. ნილოსის ნიანგი. დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე საშინელი კაცჭამია ნამდვილად ნილოსის ნიანგია. ნილოსის ნიანგი სხვა ნიანგების მსგავსად გამოირჩევა ჯავშანით და აგრესიით. ის მარილიანი წყლის ნიანგის ხელა არ არის, მაგრამ არც ბევრი არ აკლია. ის სიგრძეში 4-დან 4,5 მეტრამდე იზრდება და სტანდარტულად 400-დან 600 კილოგრამამდე იწონის. შეიძლება ნილოსის ნიანგი თავის მარილიან წყალში მცხოვრებ ნათესაუზე დიდი არ არის, მაგრამ სამაგიეროდ ყუიზალა უფრო მეტი აქვს. მისი კმენის ძალა დაახლოებით 5000 PSI-ია. სამწუხაროდ ნიანგის კმენა ბევრ ადამიანს გამოუცდია. ცხოველებს შორის სტატისტიკურად ყველაზე ხშირად ადამიანებს ნილოსის ნიანგი ჭამს. ამის ძირითადი მიზეზი ის არის, რომ ის ცხოვრობს სუბსაჰარულ აფრიკაში, სადაც შედარებით განუვითარებელი დასახლებებია და ხალხი მისგან თავს ვერ იცავს. მოკლედ, ნილოსის ნიანგები ზოგადადაც მომაკვდინებელი არიან, მაგრამ მათ შორის ერთი მაინც გამოირჩევა. ამ ინდივიდუალურ ნიანგს ხალხმა გუსტავი შეარქვა. გუსტავი აფრიკის კონტინენტზე, კონკრეტულად ბურუნდიში ცხოვრობდა. ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ლეგენდარული ცხოველია ისტორიაში. მითების მიხედვით მას 200-დან 300 კაცამდე ყავს შეჭმული. ზოგი იძახის, რომ ეს ციფრი გაზვიადებულია, მაგრამ სინამდვილეში არავინ არ იცის. ბურუნდიში არის ერთ-ერთი დასახლება, რომლის მაცხოვრებელსაც გუსტავის შესახებ რო კითხოთ, ან თვითონ ეყოლებათ დანახი, ან რომელიმე მათი ნათესავი ან მეგობარი ეყოლება გუსტავს შეჭმული მოკლედ. გუსტავის მოსაკლავად ძალიან ბევრი ადამიანი გაუშვეს. ნიანგს მახეების დაუგეს, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ დაიჭირეს. 2019 წელს აფრიკაში მოგზაურობის ჟურნალმა გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც გუსტავი მკვდარი იყო, მაგრამ სტატიაში დეტალების სიმცირის გამო ბევრი ფიქრობს, რომ ეს ლეგენდარული ნიანგი დღესაც ცოცხალია. გადაშენებული ცხოველები, რომლებიც ძველი ეგვიპტელების დროს არსებობდნენ. უძველესი ეგვიპტე, პირამიდების, ფარაონების და ტექნოლოგიების ქვეყანა. დღევანდელი ეგვიპტის ტერიტორიაზე ცივილიზაცია ჯერ კიდევ 5000 წლის წინ არსებობდა. ეს საკმარისი დრო არა მარტო სახელმწიფოს, არამედ პლანეტის შესაძლებლადაც. შესაბამისად, საერთოდ არაა გასაკვირი, რომ ეგვიპტის არსებობის მანძილზე ფლორა და ფაუნა ძალიან შეიცვალა. ფლორასა და ფაუნასთან ერთად კლიმატმაც რაღაც ცვლილებები განიცადა. დღევანდელ ვიდეოში განვიხილოთ გადაშენებულ ცხოველებს, რომლებიც ძველი ეგვიპტელების დროს ჯერ კიდევ არსებობდნენ. ამასთანავე შევეცდები შევეხო ქვეყნის ისტორიასა და კულტურასაც. ის დღევანდელი ეგვიპტეა. პირამიდები, ქვიშა, ბედუინები, კიდევ უფრო მეტი ქვიშა, უკიდურესად ღარიბი მოსახლეობა, დაანგრეული ქალაქები და განათლების დაბალი დონე. ქვეყანა ტექნოლოგიურად მსოფლიოსთან ჩამორჩენილია, თუმცა ყოველთვის ასე არ ყოფილა. მოდით გადავიდეთ წარსულში. ჩვენ წელთაღრიცხვამდე 3000 წელი, ძველი ეგვიპტის სამეფო. სოფლიოში მოწინავე არქიტექტურა, მედიცინა, საკუთარი დამწერლობა, მიწათმოქმედება, სახელმწიფო სტრუქტურა და იერარქია. იმ დროისათვის ზედმეტად განვითარებული ტექნოლოგია. პირამიდის ზოგიერთი ქვა დღევანდელი ლაზერის სიზუსტით იყო გაჭრილი. მაგრამ გავიხსენოთ, რომ ჩვენ აქ სხვა რამისთვის ვართ. ჩვენს დრომდე ჯერ კიდევ 5000 წელია დარჩენილი. მამონტები მხოლოდ ჩრდილოეთ პოლზე, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობენ.
მდინარე ნილოსი, რომელზეც მთელი ეგვიპტური ცივილიზაცია გაშენებული, უფრო წყალუხვი და განიერია. ასევე მდინარის დელტა ბევრად უფრო ნაყოფიერი და ტენიანია. ამ განსხვავების გამო ეგვიპტის ტერიტორიაზე ცხოველებიც განსხვავებული ცხოვრობდნენ. აქედან გამომდინარე ძველი ეგვიპტელები თქმებოდნენ, ან ხშირ შემთხვევაში არ თქმებოდნენ ბუნების სილამაზით. იმ დროის ეგვიპტეში იყვნენ ისეთი ცხოველებიც, რომლებიც დღეს ეგვიპტეში აღარ არიან, მაგრამ სხვაგან არსებობენ. აი ბერბერული ლომი კი ნამდვილად ვერ გადარჩა. ბერბერული ანუ ატლასის ლომი არის ლომის სახეობა, რომელიც ძალიან ცოტა ხნის წინ გადაშენდა. დღესდღეობით ეს ჯიში ნაწილობრივაა შემორჩენილი, თუმცა სუფთა სისხლის არც ერთი არაა. ატლასის ლომი ძირითადად ჩრდილოეთ აფრიკაში ბინადრობდა, მათ შორის ეგვიპტეშიც. მისი ძირითადი ჰაბიტატი იყო უდაბნო, მთა და ნილოსის მიმდებარე სტეპი. რამდენიმე წყარო, ასევე ფოტო და ვიდეო მასალა ადასტურებს, რომ ბერბერული ლომი ჩვეულებრივ დღევანდელ ლომზე უფრო დიდი იყო, თუმცა ექსპერტებს შორის ზომაზე დავაა. ზოგიერთი საერთოდ ფიქრობს, რომ ჩვეულებრივი ლომის ზომის იყო. ჩემი აზრით, საშუალო ბერბერული მამრი ლომი იყო დაახლოებით 200 კილოგრამი, ან ცოტათი უფრო მეტი. ამ ყველაფრის მიუხედავად, ბერბერული ლომი ლომის ცალკე ჯიში არ ყოფილა. მას თავის დროზე ჩრდილოეთის ლომსაც ეძახდნენ და სხვათა შორის ამ ატლასის ლომს ეგვიპტელებთან უცნაური ურთიერთობა ჰქონდა. ბერბერული ლომები ქალაქებთან არ ცხოვრობდნენ. მათ გზაში ვაჭრები თუ წააწყდებოდნენ ხოლმე. სწორედ ამ ვითარებიდან გამომდინარე წარმოიშვა ლეგენდა, რომლის მიხედვითაც ბერბერული ლომები უბრალოდ სამეფოს გარედან იცავდნენ. ატლასის ლომები საქონელსა და ხალხს ხანდახან თავს ესხმოდნენ, თუმცა ეს ძალიან ხშირიც არ იყო. შესაბამისად დიდ საფრთხედას არ მიიჩნეოდა. ხალხის უმეტესობას ეს ლომები საერთოდ არ უნახავს. ატლასის ლომი თავისი არსებობის პერიოდში მიწაზე უძლიერესი მტაცებელი იყო. მას მარტივად შეეძლო კამეჩების, ტახების და იშვიათ შემთხვევაში სპილოების მონადირეებაც. ამიტომ გასაკვირი სულაც არაა, რომ ეგვიპტის ფეოდალური ფენა მისით ძალიან დაინტერესებული იყო. ამ ლომს შეხვდებით ეგვიპტურ რელიგიასა და კულტურაშიც. გამოსარჩევია მისი და ფარაონების ურთიერთობაც, რადგან ისინი ხშირად იკვეთებოდნენ. ფარაონების ერთი ნაწილი მას საკუთარი ძალაუფლების სადემონსტრაციოდ იყენებდა. ამ ხელა ლომი ზოგჯერ შინაურ ცხოველადაც ყავდათ და იშვიათ შემთხვევაში სამეფო კარის დასაცავად გაწვრთნილიც ყავდათ. ფარაონების ეს ნაწილი ატლასის ლომს ძალიან დიდ პატივს სცემდა. ეს გამოიხატება იმაში, რომ მაგალითად ტუტანჰამუნის სამარხში ერთის დასრული ლომიცაა დამარხული. ეს თავისთავად იმ დროში ძალიან დიდი პატივი იყო. თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ფარაონის სიკვდილის შემდეგ ეს ლომი მოკლეს სავარაუდოდ და მისი მუმიფიცირება მოახდინეს. ეს ამ ცხოველის ინტერესებში არ ვიცი რამდენად შედიოდა. იყვნენ მეორე ტიპის ფარაონების, რომლებიც ბერბერულ ლომზე ნადირობდნენ საკუთარი სიმამაცის დასამტკიცებლად. ამის კარგი მაგალითი ამენჰოტეპ მესამეა. მან 10 წელიწადში 100-მდე ლომი მოკლა. თუმცა ნადირობაში გამოჩენილი ასეთი სიმამაცის ფონზე ალბათ გაიგურდებათ თუ გეტყვით, რომ ის ბრძოლის ველზე მხოლოდ ერთხელაა გამოჩენილი. მოკლედ, კლიმატის ცვლილებისა და მუდმივი ნადირობის შედეგად ბერბერული ლომი საბოლოოდ მე-19 საუკუნეში გადაშენდა. სხვა წყაროებით, ბოლო ლომი მე-20 საუკუნის 20-იან წლებში მოკლეს. ახლა კი პრო გადავიდეთ კიდევ ერთ ძალიან საინტერესო არსებაზე. შემდეგი ცხოველი, რომელსაც განვიხილოთ, იქნება ეგრეთ წოდებული აუროქი. აუროქი არის ჩლიქოსნების გადაშენებული სახეობა. მისი მეცნიერული სახელია ბოს პრიმიჯენიუს. ეს ცხოველი ითვლება დღევანდელი ძროხის ველურ წინაპრად, თუმცა მასსა და ძროხას შორის ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებაა. აუროქი დღევანდელ ძროხასთან შედარებით ძალიან დიდი იყო და მაქსიმუმ 750-დან 1500 კილოგრამამდე იზრდებოდა. ალბათ წარმოგიდგენიათ, რამდენად ძლიერი იქნებოდა ეს ცხოველი. სხვადასხვა აუროქსა და ძროხას შორის ერთადერთი განსხვავება ზომა არ ყოფილა. აუროქებს განსხვავებული პროპორციები და კუნთების სხვანაირი განლაგება ჰქონდათ. მაგალითად, გამოირჩეოდნენ უფრო გრძელი დაწვრილი ფეხებით და უფრო შეგრული ტანით. რაც შეეხება რქებს, მისი რქების შედარება საერთოდ არ შეიძლება დღევანდელ საქონელთან. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ალბათ იფიქრეთ, რომ ეს ჩლიქოსანი საკმაოდ აგრესიული იქნებოდა და ეს ნამდვილად ასე იყო. აუროქებს თავისი გარეგნობისა და ძალის შესაბამისი ხასიათიც ჰქონდათ. ერთმანეთში კონფლიქტი ხშირად მოსდიოდა და გამრავლების სეზონზე საერთოდ ხოცავდნენ ერთმანეთს. ამ ყველაფრის მიუხედავად, აუროქები ძირითადად ძველ ეგვიპტელებს არ აშინებდნენ. პირიქით, ხალხი ჩლიქოსნებზე ნადირობდა და თავს ასე ირჩენდა. რა თქმა უნდა, ყველა ასე ცხოველზე ვერ ინადირებდა, მაგრამ ვინც ნადირობდა, ამ ხორცს ყიდიდა. ეგვიპტეში ხორცის დიდი ნაწილი სწორედ ამ ცხოველზე ნადირობის შედეგად შედიოდა. აუროქი ატლასის ლომის მსგავსად ეგვიპტეში ძალაუფლების სიმბოლოდაც ითვლებოდა. თუმცა ამ სტატუსმა ის გადაშენებას ვერ გადაარჩინა. აუროქებმა ეგვიპტური ცივილიზაციის დასასრულამდე იცხოვრეს და ცოტა მერიც გადარჩნენ. ის იქიდან ვიცით, რომ ძველი წელთაღრიცხვით დაახლოებით 30 წელს პტოლემაიდების დინასტია ჩამოაგდო რომმა და მათ მონაცემებში შედის აუროქი. ამ მოვლენებიდან ცოტა ხანში სავარაუდოდ ეგვიპტეში აუროქი გადაშენდა. თუმცა პოლონეთში მისმა ქვეჯიშმა მე-17 საუკუნის პირველ ნახევრამდე გაძლო, რის შემდეგაც საბოლოოდ გადაშენდა. აუროქი საინტერესო ცხოველია, თუმცა ჩვენი სეის შემდეგ წელზე მისტიკური ნამდვილად არაა.
არსება, რომელზეც ახლა ვისაუბრებ, ეგრეთ წოდებული ბენუ ჰერონია. ჰერონი ინგლისურად ნიშნავს ყანჩას. შესაბამისად, ეს ცხოველი გიგანტური გადაშენებული ყანჩის სახეობაა. და როგორც პრეისტორიული ცხოველების უმეტესობის შემთხვევაში, მთავარი განმასხვავებელი აქაც ზომაა. ძველი ეგვიპტური ნახატების მიხედვით, ეს ფრინველები საშუალოდ ადამიანზე მაღლები იყვნენ. ექსპერტების ვარაუდით კი ეს ყანჩები დაახლოებით 2 მეტრამდე იზრდებოდნენ. შედარებისთვის კობი ბრაიანტი იყო დაახლოებით მაგხელა. ეს ცხოველი დღეს რომ ცოცხალი ყოფილიყო, მფრინავ ჩიტებს შორის ყველაზე მაღალი იქნებოდა. დღეს ეს ტიტული ეგრეთ წოდებულ საურუსის ამწეს აქვს. ფრინველია, სხვა რამე არ გეკუნა. რაც შეეხება ისევ ბედუ ჰერონებს, მათ სიმაღლის გარდა ლოგიკურად ექნებოდათ ძალიან გრძელი ფრთებიც. მათი ფრთიდან ფრთამდე მანძილი იყო დაახლოებით 2.7 მეტრი. ეს სირაქლე მის შედეგზე 34%-ით მეტია. სირაქლემა თანამედროვეობის უდიდესი ჩიტია, უბრალოდ ვერ დაფრინავს. ჩვენ ყანჩას რაც შეეხება, ის ნილოსის მდინარის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობდა და გარეგნული მახასიათებლების გამო თავი ეგვიპტურ კულტურაშიც დაიმკვიდრა. ამის კარგი მაგალითია ის, რომ ბევრი ეგვიპტოლოგის აზრით ერთ-ერთი ეგვიპტური ღმერთი ბენუ არის აქედან წამოსული. ანუ ეს ფრინველი ეგვიპტურ ღმერთთან იყო ასოცირებული. და პრინციპში ეხას რომ ნახოთ ბენუს ფოტო ინტერნეტში, ამ ყანჩის გარეშე ფაქტიურად არსად არ არის. ჩვენს ბენუს ყანჩას ბერბერული ლომის გავსად ჰქონდა მუმიებთან დამარხვის პატივი. სამწუხაროდ რიტუალური მნიშვნელობის გარდა ეს ფრინველი დიდად ისტორიულ წყაროებში არ ჩანს და არ ვიცით მას და ადამიანებს რა ურთიერთობა ჰქონდათ. თუმცა ამ ყანჩის გადაშენების ერთ-ერთი მიზეზი სავარაუდოდ ნადირობაც იყო, მაგრამ მთავარი მიზეზი მაინც ნილოსის დელტის შედარებით დაშრობაა. ძველი წელთაღრიცხვით 1800 წლიდან ეს ფრინველი სავარაუდოდ სრულად გაქრა. სამწუხაროდ ბედუ ჰერონი ერთადერთი ეგვიპტელი ჩიტი არ ყოფილა, რომელიც ასე გადაშენდა. ასევე შევხვდებით მეიდუმის ბაცს, რომელიც ჩვეულებრივი პატისიდან მხოლოდ შეფერილობით განსხვავდებოდა. სამწუხაროდ მისი არსებობის ერთადერთი შემორჩენილი მტკიცებულება არის ნახატები. სწორედ ამიტომ ამ ფრინველზე ლაპარაკი დიდად თავს არ შეგაწმენთ. ძველმა ეგვიპტელებმა რამდენიმე ისეთი ცხოველის ნახეს, რომელიც დღეს უბრალოდ ეგვიპტეში აღარ არსებობს და სხვაგან შემორჩენილია. ერთ-ერთი ასეთი ცხოველი იყო ჩრდილოური აფრიკული სპილო. ის სპილოს ცალკე ჯიში არ იყო, უბრალოდ იყო დღევანდელი ბუჩქის სპილოს ერთ-ერთი ქვესახეობა, რომელიც უბრალოდ ჩრდილოეთ აფრიკაში ცხოვრობდა. უბრალოდ ეს ქვესახეობა იყო შედარებით პატარა და ზომით აზიურ სპილოსთან უფრო ახლოს იყო, რომელიც აფრიკულზე პატარაა. ჩრდილოურ სპილოებს თითქმის ყველანაირ ჰაბიტატში შეხვდებოდით, თუმცა თვითონ ეგვიპტის ტერიტორიაზე ხშირად არ იყვნენ, რადგან მათი რიცხვი ეგვიპტურ ცივილიზაციამდეც მაგრად იყო შემცირებული. ნაწილობრივი ჰაბიტატის დაკარგვის და ნაწილობრივი ნადირობის გამო ისინი გადაშენდნენ სადღაც 2900 წელს ძველი წელთაღრიცხვით. ბევრი ექსპერტის ვარაუდით, ხალხს ძალიან დიდი წვლილი ჰქონდა ამ სპილოების გადაშენებაში. მათ რეალურად ეს ცხოველები ეზიზღებოდათ, იმიტომ რომ როცა უნდათ უბრალოდ მოდიოდნენ და მოსავალს უჭამდნენ. ამას ემატება ისიც, რომ სპილო არის საკმაოდ დიდი და მძიმე არსება და გადაადგილებისას შეიძლებოდა უნებლიე დანადგურებდა რაღაც სტრუქტურებს. სავარაუდოდ სწორედ მაგან გამოიწვია, რომ ეგვიპტელები ან აგდებდნენ ტერიტორიიდან სპილოებს, ან საერთოდ ხოცავდნენ. ამასთანავე ეგვიპტემ პირველი დანერგა სპილოს რქებისაგან და წვლებისგან ნივთების შექმნა. ეს ნივთები საკმაოდ ძვირი იყო, ამიტომ იმ დროს ბრაკონიერებიც იქნებოდნენ. ისტორიულ წყაროებში არის სპეკულაციები იმის შესახებაც, რომ შეიძლება საცნო ბანაკებში იყვნენ სპილოები. ეს რამდენად მართალია ან რა სჭირდებოდათ, ნამდვილად არ ვიცით. მოკლედ, ჩვენი ჩრდილოური სპილო ეგვიპტეში გადაშენების შემდეგ კიდევ ცოტა ხანს გადარჩა. ისეთ ქვეყნებში, როგორც მაგალითად ერიტრეა. თუმცა ფარაონები მათ სამწუხაროდ აქაც არ ასვენებდნენ, მიდიოდნენ, ნადირობდნენ მათზე და უამრავ სიცოცხლეს იწირავდნენ. ერთ-ერთ წყაროში ძალიან ამაყად უწერიეთ, რომ 120-ზე მეტი სპილო მოკლეს ერთ ნადირობაში. სხვა ისტორიული წყაროების მიხედვით კი სპილოები გამოიყენებოდნენ შინაურ ცხოველებად, ომში გასაშვებად და ზოგადად ტვირთის გადასაზიდადაც. ხო, ეს ომის ნაწილი სწორად გაიგეთ, შეიძლება 2900 წელს ძველი წელთაღრიცხვით ეგვიპტეში გადაშენდა ეს სპილო, მაგრამ სხვაგან ისევ იყო დარჩენილი. სპილოებს ომში იყენებდა პტოლემაიდების დინასტია, რომლის ბოლო წარმომადგენელი სხვადასხვა იყო კლეოპატრა. გეტყვის, რომ პტოლემაიდების დინასტია დააარსა ალექსანდრე მაკედონელის ერთ-ერთმა გენერალმა და არანაირი კავშირი არ აქვს ეგვიპტელებთან. ისინი უბრალოდ გაეგვიპტელებული ბერძნები იყვნენ და ეს სპილოების გამოყენების მეთოდი სავარაუდოდ კართაგენიდან არის შემოსული. მოკლედ, როგორც თქვი, ქრისტეს შობამდე 2900 წელს ბოლომდე არ გადაშენებულან ეს სპილოები. მათ კიდევ ძალიან დიდი ხანი გაძლეს. ისინი რეალურად ქრისტეს შობიდან 400 წელს რომის იმპერიამ გადააშენა. სპილოებს ხშირად იყენებდნენ სანახაობებში, რამაც მათი საბოლოო გაწყვეტა გამოიწვია. კიდევ ერთი თანამედროვე ცხოველი, რომელიც ძველ ეგვიპტეში ცხოვრობდა, იყო ჰიპოპოტამი. თუმცა მას და ძველ ეგვიპტელებს კიდევ უფრო დიდი პრობლემები ჰქონდათ ერთმანეთში, ვიდრე სპილოებს და ეგვიპტელებს. მაგალითად, ძველი ეგვიპტის სამეფოს დამფუძნებელი ნემესი, რომელსაც ნარმერსაც ეძახიან, შეჭამა ჰიპოპოტამმა. არდაკასმა 62 წელი მართა ქვეყანა. გასაგებია, რომ ამის შემდეგ ჰიპოპოტამებსა და ადამიანებს შორის ომი გაჩაღდა. ეგვიპტელები ბეჰემოტებს სპეციალურად კლავდნენ. ჰიპოპოტამები არიან ძალიან აგრესიული ცხოველები, ანუ ეგვიპტელებს. მოსავალსაც უჭებდნენ, კლავდნენ და ასე შემდეგ. ეს იმდენად დიდი პრობლემა იყო, რომ ფარაონების ნაწილი ძალიან დიდ რესურსს ხარჯავდა ამ ჰიპოპოტამების ამოწყვეტაში. ბოლო-ბოლო მათ საკუთარ მიზანს მიაღწიეს და ჰიპოპოტამები გააგდეს ზემო ეგვიპტის სამეფოში. უпроსტად ყოფილი ზემო ეგვიპტის სამეფოს ტერიტორიაზე, რომელიც რეალურად სამხრეთით იყო. მოკლედ ისინი იქაც იდევნებოდნენ და ფარაონები რიტუალებში ხშირად წირავდნენ ამის შემდეგ ბეჰემოტებს. ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ ალბათ იფიქრებთ, რომ ეგვიპტელებმა ბოლოს და ბოლოს გადააშენეს ბეჰემოტი ამ ტერიტორიიდან. მაგრამ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეგვიპტის ტერიტორიაზე ჰიპოპოტამები დაახლოებით მე-19 საუკუნის დასაწყისში გადაშენდნენ.
ანუ თვითონ ძველი ეგვიპტელებზე დაახლოებით 1900 წლით მეტი გაძლეს. მოკლედ ისტორიას კარგად თუ ჩაეძიები, ყველგან იპოვი რაღაცა საინტერესოს. Homo neanderthali, ალბათ ადამიანის ყველაზე საინტერესო და გასაოცარი ჯიში. თუ მას ჯიში შეიძლება უწოდოთ. ნეანდერტალელებს უამრავი განსხვავების მიუხედავად უწოდებენ Homo sapiens-ის მონათესავე ადამიანის სახეობას. ამის ნაწილობრივი მიზეზი ალბათ ისიც არის, რომ ჩვენს დნმ-ში ჯერ კიდევ არის შემორჩენილი ნეანდერტალელის კვალი. მიუხედავად იმისა, რომ ეს სახეობა სადღაც 40,000 წლის წინ გადაშენდა. ნეანდერტალელის არსებობის დიდი ნაწილი ხდება ბოლო დიდი გამყინვარების ჩიბანიურ ფაზაში. დროის ამ მონაკვეთში ევრაზია დღევანდელზე ბევრად უფრო ცივი იყო. ასევე დასახლებული იყო ბევრად უფრო სახიფათო ცხოველებით. მოკლედ ეს ადამიანის არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ურთულესი დრო იყო. სწორედ ასეთ ვითარებასთან გასამკლავებლად გამოიმუშავეს ნეანდერტალელებმა დაუჯერებელი ბიოლოგიური მექანიზმები. დღეს რომ ისინი ცოცხლები ყოფილიყვნენ, ბევრი ალბათ სუპერადამიანებადაც ჩათვლიდა. ამის მიუხედავად Homo sapiens-სა და Homo neanderthalels შორის შორიდან ბევრ განსხვავებას ნამდვილად ვერ შეამჩნევთ. თანამედროვე მეცნიერების მიხედვით, მათ შორის ყველაზე ფუნდამენტური გარეგნული განსხვავება სიმაღლე იყო. ნეანდერტალელი დღევანდელ Homo sapiens-ზე საშუალოდ 14 სანტიმეტრით დაბალი იყო. პრინციპში აქ ნეანდერტალელი შედარებულია 50-იანი წლების ადამიანებს. აქ საშუალოზე იყო ლაპარაკი, ახლა კი მოდით შევატაროთ ყველაზე მაღალი ნეანდერტალელი. მას ექსპერტები ამომდე ერთს ეძახიან და მისი სიმაღლე დაახლოებით 1.78 იყო. აქედან არის გამოტანილი დარჩნა, რომ Homo sapiens-ი ნეანდერტალელზე საგრძნობლად მაღალი იყო, თუმცა ეს მოსაზრება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, რადგან მაშინდელ ევროპის ტერიტორიაზე მსხვერპლ Homo sapiens-ებს რო შევადაროთ ნეანდერტალელი, ან იგივე სიმაღლისაა, ან ცოტა მაღალი. ამიტომ მე პირადად ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ნეანდერტალელი sapiens-ზე დაბალი იყო. სამაგიეროდ შემიძლია დარწმუნებით ითხრათ, რომ ნეანდერტალელი sapiens-ზე საგრძნობლად მეტი წონიდა. ცვლილების გამოკვლევის შედეგად ექსპერტები ვარაუდობენ, რომ საშუალო მამრი 83 კილოს იწონიდა და საშუალო მდედრი კი დაახლოებით 66. აქედან გამომდინარე, საშუალოდ 20%-ით უფრო მძიმეები იყვნენ, ვიდრე Homo sapiens-ები. შეიძლება გაგიჩნდეთ ლოგიკური კითხვები, რატომ იყო ასე და როგორ დაახსნეს მეცნიერებმა, რომ ასე იყო. პირველ რიგში გეტყვით, რომ პროცენტულობის ვარაუდი არც ისე ძნელია, რადგან როცა ძვლის მასას შევხედავთ, ნეანდერტალელებს უფრო სქელი და მტკიცე ძვლები აქვს ჩვენთან შედარებით. ლოგიკურად მათი ჩონჩხი საგრძნობლად უფრო მძიმე იქნებოდა. თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ ძალიან დიდი ცდომილება ამ პარამეტრების ვარაუდში და ეხლა ვიტყვი რატო. ექსპერტები ზოგადად არსების წონის ვარაუდისთვის მისი ჩონჩხიდან გამომდინარე მსგავს მექანიზმს იყენებენ. პირველ რიგში ჩონჩხის ზომისა და წონის მიხედვით მიანიჭებენ თეორიულად ადეკვატურ ცხიმისა და კუნთის მასას, რომელსაც შესაბამისი საყრდენ მამოძრავებელი სისტემა თავისუფლად დაუჭერს მხარს. ამ ყველაფრის ვარაუდისას დიდი იმედი მაქვს, რომ გარემო ფაქტორებსაც დიდ ყურადღებას აქცევენ. თუ ვიფიქრეთ, რომ ასეთი ვარაუდის პრინციპით შეიძლება ძალიან დიდი ცდომილება იყოს, სრულიად გეთანხმები. ჩვენ ნამდვილად არ ვიცით ნეანდერტალელსა და sapiens შორის რომოს ჰქონდა მეტი კუნთისა და ცხიმის მასა. დიდი ალბათობით ეს ნეანდერტალელია, თუმცა კიდევ ერთ რამეს გეტყვით, შეიძლება კიდევ უფრო მეტი წონიდან 20%-ზე მეც, იმიტომ რომ რაც უფრო მეტი ძვლის მასა აქვს ადამიანს, ეს ძვლის მასა უფრო მეტ კუნთის მასას დაუჭერს მხარს, ასე ვთქვათ, და უფრო შესაძლებლად ხდის, რომ მეტი კუნთი დაიდოს ადამიანმა. დღესდღეობით თუ არსები ყოველ 1 კილოგრამ ზოლზე არის ნავარაუდები, რომ 5 კილოგრამი კუნთის დადება შეუძლია მაქსიმუმ ადამიანს. ამიტომ ადამიანის ამ ორ სახეობას შორის მასაში განსხვავება შეიძლება კიდევ უფრო მეტი ყოფილიყო. გასაკვირი არცაა, რომ ნეანდერტალელების ასეთი აგებულება მათ ნადირობის სტილსაც ხელს უწყობდა. ნეანდერტალელების საშუალო და დიდ ცხრილზე ნადირობდნენ და მათ ახლოსში ებრძოლებოდნენ. ზოგის მოსაზრებით ადამიანის ეს ჯიში სპილოებზე და მამონტებზეც ნადირობდა. ასეთი ცხოველებზე ნადირობა ამ დროისთვის ცოტა უფრო რეალისტური იქნებოდა. მაგრამ მე ეჭვება, რომ ეს ხშირად ხდებოდა. პირიქით მგონია, რომ თუ ნეანდერტალელების ჯგუფი რამენარიად მოახერხებდა მამონტის დამარცხებას, მეორედ იმ ცხოველისკენ საერთოდ აღარ გაიხედავდნენ. რადგან საკვების ხრივ რაც არ უნდა დიდი ყოფილიყო სარგებელი, ჯგუფის ნახევარს ფაქტიურად ბრძოლაში ტოვებდნენ. ახლა კი მოდით ცოტა სხვა ასპექტებზე ვილაპარაკოთ. ნეანდერტალელები ძირითადად ბრძოლაში იყენებდნენ შუბებს. ჰქონდათ წვეთიანი ხის შუბების და სხვადასხვა ქვის შუბებზეც არის თვითცებულება. მათი ძლიერი სხეული იდეალური იყო ამ ხელსაწყოს გამოყენებისთვის. ეს ძალად აგებულება კი ზოგი ექსპერტის აზრით გადაჭარბებული ჰორმონების რაოდენობით იყო გამოწვეული. ეს ჰორმონები არ არის დაზუსტებული, თუმცა წერია, რომ მათ ძალას და კუნთის მასას მატებდა. როგორც ჩანს, ტესტოსტერონი აშკარად ერთ-ერთი ამ ჰორმონთაგანია. ამ ჰორმონების ჭარბი რაოდენობის გამო ნეანდერტალელებს შეეძლოთ ფიზიკური სასწაულები მოეხდინათ. მაგალითად, შეეძლოთ 27 კილო ხორცი 48 კილომეტრის მანძილზე ზურგით ეტარებინათ. ეს ნამდვილად არ ვიცი რა პრინციპითაა ნავარაუდები, თუმცა ამავე მეცნიერების მოსაზრებით ნეანდერტალელები ძალიან კარგი მოჭიდავეები და მძლეოსნები იქნებოდნენ. უფრო კონკრეტულად რო ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ წოლჟიმზე უვარჯიშებელი ნეანდერტალელი მამაკაცი ეწევდა დაახლოებით 200 კილოს. ქალი კი ყველანაირი ვარჯიშის გარეშე ნავარაუდებია, რომ 160 კილოგრამს. ვინც ოდნავ მაინც ერკვევით გეცნობათ, რომ ძალიან ბევრია ეს. მით უმეტეს მათი საშუალო სხეულის წონის გათვალისწინებით. ნეანდერტალელების ასეთი ძალა მათი მტკიცე და შეკრული აგებულებით იყო გამოწვეული. თუმცა ძალა მსგავსი აგებულების ერთადერთი დადებითი მხარე არაა.
ყველანაირი მეცნიერული მტკიცებულება მიანიშნებს, რომ ნეანდერტალელები საშინლად გამძლეები იყვნენ, რაც სადავოა, მაგრამ ვფიქრობ, რომ იმ პერიოდში ძალაზე უფრო საჭირო იქნებოდა. თავის ქალის რეკონსტრუქციების მიხედვით ნეანდერტალელების 79-დან 94% აღინიშნებოდა საშინელი თავის ტრავმა. ამ ტრავმებს ისინი არა მარტო გადაუხშენ, არამედ აღდგენილიც იყო ეს ძვალი. დაზიანებები იყო მრავალგვარი, ჩვეულებრივი თავში ჩარტყმული რაღაცა, გლუვის საგნიდან დაწყებული, ხელის ამპუტაციით დამთავრებული, ან უბრალოდ დაგარგვა. დაზიანებების შემთხვევებიდან შეგვიძლია ერთი გამოვავთ. ხუთმა ნეანდერტალელმა ერთი ხელი ახალგაზრდობისას დაკარგა. მარცხენა კლავიკულის ძვალი საშინლად ჰქონდა დაზიანებული. სახეზე მიყენებული ტრავმის გამო ერთ თვალში ვერ ხედავდა და ყურის არეში ორივე მხარეს ისეთი ტრავმა ჰქონდა მიყენებულიო, თვითონ ეს შრამის ქსოვილი ფარავდა ორს და პრინციპში რო იყო. ამის მიუხედავად, როგორც უკვე აღნიშნეს, საკმაოდ დიდ ასაკს მიაღწია. ექსპერტების ვარაუდით ეს დაზიანებები ძირითადად იყო გამოწვეული მათი ახლო ბრძოლის ტაქტიკებით. ისინი როგორც სხვა ცხოველებთან, ასევე ერთმანეთში ხშირად იყვნენ დაპირისპირებულები. ნეანდერტალელთა 74%-ს კი საერთოდ ვიზუალურად ეტყობოდა ცხოველთან დაპირისპირება. ისინი დიდ კატებს, დათვებსა და მგლებს ებრძოდნენ. საინტერესოა, რომ ყველანაირი მტკიცებულება მიუთითებს იმას, რომ ეს ცხოველები უბრალოდ თავს ისავდნენ. გამოდის თვითონ ნეანდერტალელები ყოფილან ამ კონფლიქტის ინიციატორები. ყოველ შემთხვევაში ძირითადად. ამ სახეობას ჰომო საპიენსთან შედარებით ბევრად ძლიერი კანიც ჰქონდა. კვლევები აჩვენებს, რომ ნეანდერტალელების გენები დაკავშირებულია უფრო სქელ კანთან, ასევე ფრჩხილებთან და თმასთან. ეს მათ ბრძოლაში ძალიან დაეხმარებოდათ. კიდევ ერთი ადაპტაცია, რომლითაც ადამიანთა ეს ჯიში გამოირჩეოდა, იყო სახსრების ზომა. ეს მათ ეხმარებოდათ ისეთი მანევრების შესრულებაში, რომელსაც ჰომო საპიენსი ან ვერ შეესრულებდა, ან ძალიან გაუჭირდებოდა. რაც შეეხება მათ ხელებს, ბევრად დიდი არ ყოფილა ჩვენთან შედარებით, მაგრამ ცოტა სხვანაირი იყო. შედარებით განიერი და განსხვავებული ცერათით იქონდათ, რაც სავარაუდოდ მოჭერის ძალაზე იმოქმედებდა. ეს პრინციპში გამოიწვევდა ნაკლებ სისუსტეს, იმიტომ რომ ასეთი უხეში როცა ხარ, ზუსტი ვერ იქნები. რაც უნდა გასაკვირი იყოს, მათი უპირატესობები ჯერ არ დამთავრებულა. ნეანდერტალელის აგებულება გამოირჩევა შედარებით უფრო მოცულობითი მკერდით, რაც უფრო განიერ ნეკნებს და დიდ ფილტვებს ნიშნავს. უფრო კონკრეტულად რო ვთქვათ, ნეანდერტალელებს ჰომო საპიენსებთან შედარებით 20%-ით მეტი ფილტვების ტევადობა ჰქონდათ. ეს საშუალო სტატისტიკაა და გამორჩეულებს, რა თქმა უნდა, კიდევ უკეთესი აქვთ. ამის კარგი მაგალითი არის ერთ-ერთი ინდივიდუალური ნეანდერტალი კებარაური, რომლის ფილტვების ტევადობა სავარაუდოდ 9 ლიტრამდე იყო, რაც თანამედროვე მამკაცის შედეგს 40%-ით აღემატება. თუმცა იშვიათ შემთხვევაში დღევანდელი პროფესიონალი სპორტსმენები აფიქსირებენ 8.9 ლიტრ ფილტვების მოცულობას. უფრო სწორი იქნება ტევადობას თუ დაუძახებთ და ვისაც გაგიკვირდათლიტრებში იზომება ეს. ამას ემატება ისიც, რომ ნეანდერტალელებს ჩვენთან შედარებით დაახლოებით 2-ჯერ უფრო ეფექტური ცხვირი ჰქონდათ. ალბათ თავადაც ხედავთ, რა ფართო სასუნთქი გზები აქვს. სავარაუდოდ, რაც არ უნდა ინტენსიური ყოფილიყო აქტივობა, რომელსაც აკეთებდნენ, პირის უთქვა არ დაჭირდებოდათ არანაირ შემთხვევაში. ეს ადაპტაციები ძალიან დიდი ალბათობით ცივ კლიმატთან შესაძლებლად გამოიმუშავეს. ზუსტად ზემოთხსენებული ცივი კლიმატის გამო ნეანდერტალელებს ჰქონდათ საგრძნობლად უფრო ჩქარი მეტაბოლიზმი. ანუ საკვებს უფრო მალე გადაამუშავებდნენ, რაც სხეულის ტემპერატურის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ნეანდერტალელებს ჰომო საპიენსზე მეტი ჭამა უწევდათ. მეცნიერების ვარაუდით, საშუალო ამ სახეობის ადამიანს 4500-დან 6700-მდე კალორია ჭირდებოდა დღეში, რაც ძალიან უხეშად რო ვივარაუდოთ, თითქმის 2-ჯერ მეტია დღევანდელ ადამიანზე. ანუ დღეს ნეანდერტალელები ცოცხლები რო ყოფილიყნენ, სრულიად სხვა მოთხოვნილებები ექნებოდათ საკვებთან დაკავშირებით. გულისხმობ როგორც მაკრო, ასევე მიკრონუტრიენტებს. ვფიქრობ, რომ მინერალების, ვიტამინების და წყლის დღიური დოზა ცოტა სხვანაირი ჰქონდათ. იმის გათვალისწინებით, რომ ნეანდერტალელებს დიდი ფილტვები ჰქონდათ და ძალიან კარგად სუნთქავდნენ, ალბათ იფიქრებთ, რომ ისინი შორ დისტანციაზე ძალიან კარგი მომრბენლები იქნებოდნენ. თუმცა ეს ის ასპექტია, სადაც ჰომო საპიენსი ანადგურებს ნეანდერტალელს. ადამიანის ეს პრეისტორიული სახეობა საკმაოდ ცუდი გამძლეობით გამოირჩეოდა. ისინი უფრო ენერგიის მოკლე აფეთქებებისთვის იყვნენ შექმნილები, რაზეც სხვადასხვა ეჭვი მაქვს, რომ ბევრი უკვე მიხვდებოდით, რადგან ფეთქებადობა და გამძლეობა ურთიერთსაწინააღმდეგო უნარებია. სწორედ ესაა იმის მიზეზი, თუ რატომ ვერ დარღვევდა შორ დისტანციებზე ადამიანის ეს ჯიში. თუმცა ცვლების სტრუქტურაშიც არის რამდენიმე ნიუანსი, რომელიც მათ ამ ყველაფერში ხელს უშლიდა. მაგალითად, მათი უფრო განიერი და ცოტა სხვა ფორმის ტერფი უწყობდა ხელს ფეთქებადობას. მათი შედარებით სქელი და მოკლე ბარზაყის ძვალი კი იმის მიუხედავად, რომ მოკლე დისტანციებზე ძალიან გამოადგებოდა, ძველ დისტანციებზე სირბილისთვის არ იყო განკუთვნილი. კიდევ არის რაღაც ნიუანსები, მაგალითად, არც მათი ახილეოსის ყესი არის განკუთვნილი შორ დისტანციაზე სირბილისთვის, თუმცა უკვე პრინციპში გაიგეთ, რა და როგორ არის და აღარაა გაზრი ამაზე ლაპარაკს.
ახლა რასაც ვიტყვი, ეს არის გამძლეობის და სიმძლავრის შეფარდების მთავარი პრინციპი და ერთხელ მაინც აუცილებლად გიქნებათ გაგონილი თუ ჩემარხს თვალს ადევნებ. ამ ყველაფერს ორი ტიპის კუნთოვანი ბოჭკოების თანაფარდობა განსაზღვრავს. ეს ორი ტიპია სწრაფი და ნელი შეკუმშვის კუნთოვანი ბოჭკოები. ნელი შეკუმშვის კუნთოვანი ბოჭკო იდევს მეტ ჟანგბადს, გამძლეობას უწყობს ხელს, თუმცა ნაკლებად ძლავრია. განსაკუთრებით ფეთქებადობაში მოიგოჭრებს. სწრაფი შეკუმშვის კუნთოვანი ბოჭკო კიდე პირიქითაა, იდევს ნაკლებ ჟანგბადს, გამოირჩევა ნაკლები გამძლეობით, თუმცა ძალიან ფეთქებადია. ანუ დიდი რაოდენობის ძალის მობილიზების საშუალებას მცირე დროში იძლევა. ყველა არსებას ზოგადად აქვს ორივე, ნელი შეკუმშვის კუნთოვანი ბოჭკოების და სწრაფიც. თუმცა გამძლეობას და სიმძლავრეს განსაზღვრავს ამ ორი კუნთოვანი ბოჭკოს შეფარდები, რომელი უფრო მეტი გვაქვს კუნთში და რამდენად უფრო მეტია ერთი მეორეზე. მოკლედ, ძირითადი ბიოლოგიური ფაქტორი მაინც ესაა. ალბათ ყველა დარწმუნდით, რომ ნეანდერტალელები ფიზიკურად ძალიან ძლიერები იყვნენ, თუმცა თეორიულად მათ არც ჭკუა არ აგვდათ. მამრი ნეანდერტალელის საშუალო ტვინის მოსულობა 1640 კუბური სანტიმეტრი იყო. რაც შეეხება ქალ ნეანდერტალელს 1460 კუბური სანტიმეტრი. ეს თანამედროვე ადამიანის ტვინზე დაახლოებით 30%-ით მეტია. რა თქმა უნდა, ტვინის ზომა ინტელექტის განსაზღვრელი ერთადერთი ფაქტორი არ არის და პრინციპში არაკომპეტენტურები ვიქნებით ესე თუ განსაზღვრავთ რამეს. ყოველ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ ისინი ბევრად უფრო ჭკვიანები იყვნენ, ვიდრე ადრე ვარაუდობდნენ. რადგან ერთი პერიოდი ისინი ჩვეულებრივ უტვინო მხეცებად მიიჩნეოდნენ. რეალურად ამ სახეობას ძალიან კარგად გამოსდიოდა კოორდინირებული ნადირობა, ასევე ხელსაწყოების დამზადება და ხატვაც კი. ასევე არსებობს მტკიცებულება, რომ მოხუცებს და დაავადებულებს უვლიდენ. ამ ყველაფრისთვის, რა თქმა უნდა, კომუნიკაციაც საჭირო იქნებოდა. იმის მიუხედავად, რომ თეორიულად ჰომო ნეანდერტალელს საპიენსზე უფრო დიდი ტვინი ჰქონდა, დიდი ალბათობით საპიენსი ჯობნიდა კოგნიტურ უნარებში, რადგან ნეანდერტალელის ტვინი განსხვავებულად იყო მოწყობილი. მათ ტვინს განსხვავებული ფორმა ჰქონდა, ამასთანავე ზოგიერთ წილს ჰქონდა უფრო მეტი ადგილი დაკავებული ვიდრე ჰომო საპიენსის ტვინში. ნეანდერტალელის ტვინში ის ნაწილები იყო განვითარებული, რომლებიც ღნოსაზე და მხედველობაზე არიან პასუხისმგებლები. მათ განსაკუთრებით დიდი მოცულობის ჰქონდათ კეფის წილი, რის გამოც ჰქონდათ ძალიან კარგი მხედველობა. თვითონ ზომაში დააგვირდებით უფრო დიდი თვალები ჰქონდათ. ამ სახეობის წარმომადგენლის თელი თვალი, რა თქმა უნდა, არაა ნაბოვნი. თუმცა თვითონ ორბიტალური ზღვის ფორმით და ზომით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მათ სადღაც 15% დიდი თვალი ჰქონდათ ჩვენზე, რაც არა მარტო სუფთა, არამედ ღამის ხედავშიც დაეხმარებოდათ. ტვინის, ასევე ცხვირისა და სასუნთქი გზების სიდიდის გათვალისწინებით მათ საკმაოდ დიდი თავები ჰქონდათ, რის გამოც ბევრად უფრო სქელი და წინ წამოწეული კისრით გამოირჩეოდნენ. სხვანაირად უბრალოდ თავს ვერ დაიკავებდნენ. ნეანდერტალელის სახისწულებს შორის განსაკუთრებით გამოირჩეოდა უზარმაზარი ქვედაღმა, რის გამოც თავიდან ნეანდერტალელის კვენა ძალიან ძლიერად მიიჩნეოდა. თუმცა ამ ბოლო დროს დადგინდა, რომ მათ ჩვენზე ოდნავ უფრო ძლიერი ყვა ჰქონდათ. გონია, რომ მათი ყბები უფრო გამძლეობაზე იყო გათვლილი. მეორე თეორიით კი უბრალოდ ძალიან დიდი კბილები ჰქონდათ და ყბაში ვერ ჩაეტეოდა, ამხელა ყბარო არ ჰქონოდა. ასევე ვარაუდობენ, რომ ადამიანის ეს ჯიში ყბას მესამე ხელად იყენებდა. მოკლედ, ყოველდღიურ ცხოვრებაში კბილებით ხშირად იჭერდნენ ნივთებს. ეს პრინციპში კბილების დაზიანების ტენდენციიდანაც შეიმჩნევა. ნეანდერტალელის კბილები ხორცის ჭამისთვის იყო გათვლილი. ეს პრინციპში ლოგიკურია, რადგან საკვების 70%-ს ეს სახეობა ხორციდან იღებდა. ჰომო ნეანდერტალელი საბოლოოდ ნაწილობრივ კლიმატისა და ნაწილობრივ ჰომო საპიენსებთან დაპირისპირების გამო გადაშენდა. თუმცა ადამიანების დიდ ნაწილს დღესაც აქვს ნეანდერტალელის დნმ. ექსპერტების მოსაზრებით, იმის მიუხედავად, რომ ეს დნმ სუპერ ადამიანებად არ გვაქცევს, მაინც შეიძლება პატარ-პატარა ბიოლოგიური განსხვავებები გამოიწვიოს. შეიძლება გულისხმობდნენ უფრო სწრაფ მეტაბოლიზმს ან უკეთეს ათლეტურობას, თუნდაც შედარებით უფრო ბრტყელ ნიგაბსაც. თუმცა ეს განსხვავებები მნიშვნელოვანი ძირითადად არაა. ახლა კი მაინტერესებს თქვენი აზრი, რამდენად შეიძლება ჩაითვალოს ნეანდერტალელის სუპერ ადამიანად და ზოგადად მოგეწონათ თუ არა ადამიანის ამ სახეობის განხილვა. ამით ჩვენი დღევანდელი ვიდეო დასასრულს მივახოლდა. თუ მოგეწონათ ის თხოვთ, რომ დაალაიქოთ და გამოიწეროთ არხი, ასევე დატოვოთ კომენტარი. ამით არხსაც ეხმარებით და მის დიდ მოტივაციას მაძლევთ. ასევე მაინტერესებს, რამდენად მოგეწონათ ესეთი სტილის ვიდეო და რა გავაკეთო შემდეგში. მომავალ შეხვედრამდე.